მოკლედ ვარ ლევან ალექსიშვილი. ადრე, როდესაც სადმე ვიტყოდი, რომ ვარ ლევან ალექსიშვილი, ამას მოყვებოდა რაღაც რეგალიები, ხო? რაღაც სტუდენტი, შემდეგ რაღაც ტელეკომპანია გურჯაანის აღმასრულებელი დირექტორი, მე რაღაცა ბიზნეს კომპანიის დამფუძნებელი, მე რაღაც და ჩვენი დღეს თქვი, რომ საერთოდ საჭიროა. საერთოდ სავიზიტო ბარათზე რა საჭიროა, მაგრამ მატრიცისთვის ყოფიერი ცხოვრებისთვის არის საჭირო. ეხლა მე სიტყვა მატრიცა ხშირად ვახსენე, იმიტომ რომ ჩემთვის ალბათ ყველას გვესმის ეს სიტყვაც არის, მაგრამ აქვე განმარტავ როგორ მესმის მე, რომ გარკვეულწილად ერთგვარად გამიგოთ რას გულისხმობ ამ სიტყვაში. ეს არის ჩემის აზრით, ეს არის ყოფიერების სოციოპოლიტიკური მოდელი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, აგერ სამსახური გვაქვს, სახლი, რაღაც ბანკის ესყია თუ ოჯახი და ასე შემდეგ, მანქანა გინდა დასვენება და ასე შემდეგ და ამ ცხოვრების მოდელში ხშირად იმდენად შევდივართ როლში, რომ საერთოდ გავიწყდება საკუთარი თავი. საერთოდ გავიწყდება ვინ ვართ, რა ვართ, რატო მოვედით, რატო გავჩით, რა მისია გვაქვს და როგორც წესი პოეტებს, განსაკუთრებით პოეტებს, შემოქმედ ადამიანებს საწყის ეტაპზევე აქვთ დაპირისპირება, ან მათი სულიერი სამყაროსთვის მიუღებელია ეს ყოფიერება და ამის მაგალითი იყო, როდესაც სისტემა ძალიან ჩაიკეტა, მატრიცა ძალიან ჩაიკეტა, ამ შემთხვევაში იცით რომ გალაქტიონი გადმოხდა, აგერ პაოლომ თავი მოიკლა და ბევრი შედეგი ფატალურად დასრულდა, ხო? თუმცა აი სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, ამიტომ გვინდა თვითონ ის ღირებულებები, სადაც თავისუფლება არის ყველაზე მთავარი ღირებულება, ადამიანის უფლებებია ყველაზე მთავარი ღირებულება, რომ შენ შეძლო ყოფიერების მოდელთან თანაარსებობა, როგორც სულიერმა არსებამ. შესაბამისად თუ ესე არ ხდება, როგორც წესი თავდება ფატალურად. მაგრამ ჩემი ახლა მე მიუყვები ძალიან საინტერესო ამბავი გველოდება, ჩემი აზრით არ ვიცი რა გამოვა, ექსპერიმენტიც არ ჩამიტარებია, იმიტომ რომ აი პირველ განცდით მინდა ვილაპარაკო. მე მომიწევს ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპის გავლა და იმ როლებში შესვლა და კონკრეტულად იმ ემოციების განცდა, რასაც მაშინ განვიცდიდი, ალბათ მომიწევს რომ ეხა გავატარო კიდევ ერთხელ ჩემ თავში და ეს ყველაფერი წარმოგიდგინოთ ლექსის ენით. შესაბამისად ვისაუბრებ, ანუ ესეთი საუბარი უფრო ნაკლები იქნება, უფრო მეტი იქნება ლექსები, რომელიც გამოხატავენ ჩემი ცხოვრების ალბათ ყოველ ეტაპს. გამოგზაურებთ ამ ასე თქვა, ესეც იქნება გარკვეული სულიერი მოგზაურობა და მე იმედი მაქვს, რადგან პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით ყველას რომ მოხვედით, იმიტომ რომ ამ საცობებში მართლა თუ შინაგანად აგზნობ რომ რაღაც მნიშვნელოვანია და გაინტერესებს, აქ ადამიანი აქ არ მოვა. და იმედი მაქვს რომ თქვენ საკუთარ თავს დაინახავთ ამ კონტექსტებში. იმიტომ რომ საერთოდ ცნობიერების დონეზე მაინც საერთო ამბები ხდება ყველას თავს. მოდით, არ ვიცი, შევეცდები რომ მაქსიმალურად ისე გამოვხატო. მაგრამ დავიწყოთ, რაც გამოვა, ნახოთ. დავიწყოთ ასე, პირველი სულ ახლახანს დიდი დრო არ არის გასული, აი სალომია ლომინაძე ესეთი მისის ამომივარდა ესეთი პატარა ლექსია, რომ ლექსი კი არ გინდა ბწყარი. რადგან არ იცით მისი სიმძიმე. პოეტს არ აქვს ისეთი კარი, რომ შეაღებს და შვიდად იძინებს. შესაბამისად, როდესაც ეს განცდა შემოდის, ეს ფორიაკი და ამ ფორიაკში ცხოვრება ხდება შენი განუყოფელი ნაწილი, იმიტომ რომ ემოციურად ბევრ რამეს სხვანაირად განიცდის, სხვანაირად მოდის, ძალიან უმნიშვნელო რაღაცეებიც. ლაშა გახარიათი გავხსნიდი მაშინ და ლაშა წერს ესეთ რამეს, რომ რაც გამოვტოვენ უცა იკითხავ, არც არჩევ ჩერჩა ჩემი ტკივილი. წერტილი ბწყარს რომ უმძიმდა დიდხანს დაკარგულია მთვრალის ღილივით, თავისუფალი მსურდა საყელო. როგორც მდინარეს ჩახსნილი ხიდი, იქნება ასე ამოვახველო ამ ჭლექიანი საწუთოს ბინდი, მანამ კი ნუ აღარ დაეშურებით ლექსებს თვალებს უცრემლოს და უკაეშნოს, ნუ სველ ლექსებზე დამემდურებით. სულ წვიმდა, სული სადღა გამეშო. შესაბამისად, აი ეს ამბავი რომ ეს თელი ცხოვრება წვიმს, გარკვეულ მელანქოლიას ატარებს, თუმცა აქაც ძალიან სიღრმეებში არ შევალა სომხური ჯაზივით, გურამა ერთხელ დამპატიჟა კონსერვატორიაში ჰამასიანს უსმენდი, თუ არ ვიცი, გიჟდები კაცი უმაგრესად უკრავს და ამ რეკტაიმის და ამ ყველაფრის ბლუზის, ამ იმპროვიზაციას ყველაფერს თან დასდევს ეს ვაი და ეს აღმოვაჩინე რომ თუნდაც არსებობს ეს ჩემთვის განსაკუთრებულად ჯაზი ძალიან მიყვარს ეს სომხური რაღაცა უცნაური ჯაზი, რომელსაც ეს ვაივიში თან დასდევს. ასევე ვაივიში არ გვექნება, ნაკლები იქნება და თუმცა მაინც ვერ ავწდებით გარკვეულ ნაწილში. დაბადებიდან ახლა რა ვიცი, დედის მუცლიდან ამყვა პოეზიის სიყვარული, იმიტომ დედა ფილოლოგია და სულ აბიტურიენტებთან გავატარე და პოეზიის მოყვარული ქალია და რა ვიცი, წლისა და შვიდთვის ვლაპარაკობდი უკვე და რა ვიცი, ლექსებს ვამბობდი და რაღაცა და არასოდეს ესეთი რაც მახსოვს აი გენეტიკურად, ამიტომ ვთვლი რომ ადამიანები ანუ სულები რომლებიც იბადებიან რაღაცა გარკვეული ინტელექტით. ეს არ არის რომ მე სოციუმი რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს, თუმცა
ეს განვითარების დონე დაბადებიდანვე არ ვიცი, არც განვითარების, ანუ სხვადასხვა. შესაბამისად, აი მე მახსოვს პატარა ბავშვობიდან სულ რაღაცეებს შლიდი, ყველაფერს შლიდი, რომ შიგრა იყო. არასოდეს არ მიზიდავდა ერთხელ მახსოვს, იმის მიუხედავად, რომ ლიტერატურა მაღალ დონეზე ვიცოდი და ნებისმიერი თემის დაწერა ჩემთვის პრობლემა არ იყო. სკოლაში 2 ანს მიწერდნენ, დედაჩემის ხათრით გადამიკეთეს 3 ანად, იმიტომ პოემა დავწერე, რა თქმა უნდა არ გამომივიდოდა, რაღაც თავისუფალი თემა ავიღე და დავწერე. იმიტომ მთელი ცხოვრება არ მინდოდა მეკეთებინა და მართლა არ მიკეთებია პატარა ეპიზოდების გარდა ისეთი რამ, რასაც სხვა აკეთებდა. ანუ რაღაცა ტიპიური რაღაც ამეღო და ის რაღაცა გამეგზელებინა, სულ მინდოდა რომ ყველაფერს ქონოდა ჩემი ხელი, ჩემი კვალი. რაღაცები თავიდან რა თქმა უნდა არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ის რო ზეციდან რაღაც ჩამოიტანო და ამ მატერიას შეუწყა, მატრიცას შეუწყა, ეს რა თქმა უნდა დიდ გამოცდილებას მოთხოვს და თავიდან არასდროს არ გამოდის და პირიქით ეს სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის. ახლა მოდი პირველ ეტაპს შევეხებოთ. ჩემი ცხოვრება შედგება, ეხლა თვალს ვავლებდი, დიდი არც ისე დიდი ასაკის ვარ, 43 წლის ვარ, თუმცა უკვე შვილიშვილს ველოდები, სულ მეჩქარებოდა და რაღაცები ბევრი რაღაცა ცხოვრებაში მოვასწრე. შესაბამისად, თვალი რომ გადავავლე ჩემ ცხოვრებას 7 ეტაპისგან შედგება და თავისუფლად შემიძლია რომ ამ 7-ს უწოდო 7 ცალკე ცხოვრება, აი თავისი ადამიანებით, თავისი ღირებულებებით, შეხედულებებით, ყველაფერი. და აი ამ 7-ვე ცხოვრებაში შემოდიან სხვადასხვა პოეტები. ცოტა კი კარგად ზარმაცი კაცი ვარ და შესაბამისად ეხლა დადექი და შენ წერე, როცა ლექსი შემოდის და აი შენი ხდება, აი ბოლომდე რო ხელს აწეს, იმას ჩემი ლექსად თვლი მის ავტორთან ერთად და რაღაცა ეს ლექსები ორი სახის არის. ერთი, რომლებიც შემოდიან ისეთ დროს, როცა ჩემი ცნობიერება ზღვარზეა და თლათი არ არის და შემდეგ ეს ლექსები განაპირობებენ ჩემ ცხოვრებას და შემოდიან უკვე, როდესაც ცხოვრებისეულად მზად ვარ და ამას ვიღებ. შესაბამისად ეს ავტორები სხვადასხვა დროს შემოდიან და მოდით გავყვეთ პირველ ეტაპს უფრო სწრაფად გავივლი, იმიტომ რომ ეს ალბათ ყველასთვის გარკვეულწილად იდენტურია და აქ შეიძლება ისეთი სიახლე არ იყოს. რაღაცა ეს არის გამოსვლა, გარეთ გამოსვლა. ოდესაც დედას, ოჯახს, რაღაცა სტუდენტი ხდები, შორდები და გამოსვლა და მე მახსოვს, მაშინ პატარა მას მოვიყვან დედაჩემზე რომ დავწერე პირველად, როდესაც წავედი, რომ მომენატრება ალბათ ისევ შენი ალერსი, მომენატრება შენს თვალებში ჩამდგარი სევდა. შეუპოვრობა შენი როგორც მთის მდინარესი დაღლილი სახე ჩუმი თვალები ძვირფასო დედა. და მართლა დედაჩემი ისეთი ქალი იყო, არაფერის არ გვაკლებდა და აი ყველაფერს რაღაც სხვანაირი ხატი, სხვანაირად დარჩა და არის ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე დიდი მეგობარი. შესაბამისად, მანამდე სანამ აი სტუდენტობა იქნებოდა, სულ რაღაცას აი მაგალითად როდესაც ოჯახს გავუჭიდა 11 წლის წავედი დეიდაშვილს გავყევი თურქეთში და ბაზარში რაღაცებს პაპაჩემის ზველმანებს ყიდიდი და რაღაცა თურქულად შეყვარებულისთვის მაშინ ის მეყიდა რაღაც და მე ვერ მივეცი და ის გზები გაიყო და რაღაცა და სულ ჩემი ცხოვრება მქონდა მოკლედ ძალიან ადრეული ასაკიდან. მოკლედ სტუდენტობა გამოდიხარ და ამ სტუდენტობაში აი მთავარი აქცენტები რაც არის ეს არის ახალგაზრდა ხარ, ძალიან ახალგაზრდა ხარ, ვნება, სიყვარული, ქალი, ეს ლტოლვა, ყველაფერი ერთად შემოდის, სამშობლო, ძმაკაცი, მეგობარი, რაღაც ვაჟკაცობა, ეს ღირებულებები, რაც ესეთი თან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ქართველი კაცისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სასმის ფონზე გაუთავებელი, ასე ვთქვათ, კეიფი, დროსტარება, თან სწავლა. და რაღაც მეტროზე რაღაც ლექსების წერა, რაღაც მეტროს ფანჯრებზე და ეს სიყვარულის ესეთი შეგრძნება და მე თან რაც შევეხები რომ ამ ეტაპზე გარკვეულწილად ერთი და იგივე ლექსებს, აი ერთი და იგივე გზნობებს შეხედავთ სულ სხვადასხვა თვალით, როგორ იცვლება. ან ჩემი მიზანი რა რომ პოეზიის ენით დაგანახოთ ჩემს მაგალითზე პიროვნული ტრანსფორმაციის ეტაპები, ხო? როგორ იცვლება ღირებულებები, ადამიანი და შემდეგ როგორ იცვლება პოეზიაც. აი მაგალითად ამ სიყვარულთან მიმართებაში მაშინ მახსოვს რომ ჩემი უსაყვარლესი ლექსი იყო მირზასი დამაცადე ნატყვიარში. ჩავიფიო ბალახი კვლავ ვიხილო მთები ქარში. ჩემგან გადანალახი მოგიტაცო ლურჯამალი, მიგვაფრენდეს მალვითა მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა ასავ კრავდა ას მივაწვეთ. სისხლს გავუშვებ ღვარა და ჩემს მეგობარ ხეთს მივაღწევტო ვიფარე ფარადაბაგე მალო, ვერ დამალო კოცნას მაინც დაგაჩენ ერთი წუთი ჩვენ შავ დალას ბალახებში დავაბჯენ და მოკლედ არაფერი არ გაინტერესებს. არის ჩემი სურვილი და მორჩა სამყარო რა თქმა უნდა ჩემ გარშემო უნდა იტრიალოს, ხო? ანუ ესეთი ცნობიერება. სწორედ ამ დროს ბევრმა ადამიანმა შეასრულა აი გამორჩეული როლი ჩემს ცხოვრებაში გარკვეულწილად შევეხები, მაგრამ აი ესეთი სტუდენტი ხვდები მე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, ახლა აქ არის და ცომი ხარ, აი რომელიც არ ვიცი, უნდა მოიზილო და როგორ მოიზილა და რა გამოცხვა, დღეს უფრო კარგად გამოჩნდება ალბათ აქაც. რაღაცა ძალიან ისეთი რადიკალური ხედვებით რა, თეთრი და შავი.
და ამ ადგილას, ესე იგი, ეს ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც 25 წელი მაკავშირებს და 25 წელი მე-4 საუკუნე რო გაკავშირებს იგავიცანი, გურამი, ესმა და ადამიანები, რომლებიც დღემდე მომყვებიან, ძალიან ბევრი აგერ სალომე აქაც ხედა, ვინც არიან და ვინც აქ არ არიან. და ეს იყო ჩემთვის, არ ვიცი, ჩემი ცნობიერებისთვის გარდამტეხი ამბავი იყო რა. და მადლობა ამისთვის, მადლობა გურამს ამ ყველაფრისთვის და მადლობა აი ესმა რომ არ ყოფილიყო, ვერ მოვიჩადინებდი ამ დღევანდელ ამბავს. და შემდეგ ნელ-ნელა იცვლება ცნობიერება. აი სამშობლოს დამოკიდებულებაზე მქონდა ერთგვარი განცდა, რომ რაღაცა ეს არა ურაპატრიოტიზმი, არამედ სულ მიკვირდა, რომ ადამიანები იმ დროს ცდილობენ რაღაცა უცხოს პრეზენტირებას, რომ აი მე ის ვიცი, ეს ვიცი, რაღაცა. აი სულ არ მაინტერესებდა და სულ ფიქრობდი, რომ ჩემი არ ვიცი კარგად, აი ხა სხვას რას ვდიო, მოდი იქნებ ჩემსას ვისწავლე და აქ შებოდის უკვე ესეთი დაკარგული პოეტი, ბევრ დაკარგულ პოეტს გავიხსენებ, თეიმურაზ ჯანგულაშვილი, რომელსაც აქვს ესეთი ლექსი სტრიქონი მამულის ბილიკზე გარბის. ვაიმე არ გაყვეს გაკვალულ კვალს, რისთვის გავიხსენებ რობინ ჰუდს კარგბიჭს. მე ჩემი კაიყმა არსენა მყავს. დიდი სიყვარულის დამადეთ ხარკი, ყველა სიმძიმისთვის ქედუხრელ ხარს, რაისთვის ვახსენო ჟანა დარკი. მე ჩემი მაია წყნეთელი მყავს სოფლიო ტაძარში. ჩემს ანთებს ვანთებ. ჩემიც ის ნათელი რომ აკრავს გარს და თუ კი ნამდვილად დიდია დანტე. მე ჩემი უკვდავი რუსთველი მყავს. მის სიტყვას სამყაროს სინათლის დამტევს, თვით მარადისობა დაუხლის თავს, მე ვანის ქვაბების სიმაღლე დამდევს და ბექა უპიზრეს ჩუქურთმამ თავს. დამოკიდებულება რომ არავიზე ნაკლები წინაპარი არ ყოლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროს და დღესაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, შემოდის ვაჟა, რომელმაც არ ვიცი, მომწამლა თავისი აი ამ სოფხედველობიდან მე დღესაც ვთვლი, არა მარტო საქართველოში ვაჟა, ეს სხვა გალაქტიკაა საერთოდ, ადამიანის სხვა გალაქტიკაა და იქ არის ერთი ეპიზოდი, აი გული გამიწყრა არაქნა, რაც საქნელია ძნელა და როდესაც ჩვენ წინაპრების რაღაც დანატოვას ტრადიციებს არა და მხოლოდ გულის ხმას უსმენ, აი შიგნით სინდიში ღმერთთან იყურები და იქიდან რაღაც ამოგაკ. ხო მთელი ვაჟას პოეზია და მთელი ვაჟას შემოქმედება ალბათ ეს არის აი პირველ წყაროდან წამოღებული სუფთა მუსიკა და ვაჟამ განაპირობა ბევრი რამე ჩემ ცხოვრებაში. ასე რომ ერთი ბოლხეინე, არხეინა ბიჭი ვიყავი, რომელიც რაღაცეებს სწავლობდა კიდეც, რაღაცეებს და ძირითად დროს ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები, მოკლედ. 10 ლარი სადვიშო, საღამოს რესტორანში მოხვდეთ, რომ ეს ჩემი პოეზიის ასე ვთქვათ. და იყვნენ ჩემი მეგობრები, რომელსაც არ წკინდებოდა. და პირველადი ახთოვანებით რო გისმენს 10 და 20 წელი კაცი, ეს არის ამაზე ძვირფასი ალბათ არაფერია. ასე გაიარა და პირველმა ნაწილმაც, სადაც დიდად ვერაფერი ვერ გავიგე, პრინციპში რო ვთქვათ, მაგრამ ძალიან ისეთი ბედნიერი ვიყავი და ძალიან კარგად ვცხოვრობდი. მაგრამ აი აქ ხდება გარდამტეხი მომენტი, იმიტომ რომ უკვე რაღაცა 20-22 წლის ასაკში ხდება ესეთი მდგომარეობა, რომ ანუ დედასაც ყველას ეშინოდა, რომ ამ პოეზიას ისე არ გავეტაცებინე, რომ რაღაცა ამ სამყაროზე მარტო ლექსის წერას არ გადავყოდე, რაღაც პროფესია არ მქონოდა, ხო მატრიცა თავისას მოითხოვს. შენ გჭირდება არსებობა, გჭირდება რაღაც და შესაბამისად მე მქონდა აი პირველი აქ ვახსენებ, არ დავნებდი და როგორი უცნაურია, რომ არ დავნებდი, აი ბოლოს ვიტყვი ჩემ შეხედულებას, რას არ უნდა დავნებდეთ და რატომ არ უნდა დავნებდეთ. მთელი ჩემი ცხოვრების გზაც ალბათ ეს არის. და ამ დროს მქონდა პირიქით, რომ მოდი აი არ დავნებდები ამ სულიერ სამყაროს, არ დავნებდები ამ პოეზიას, ამისკენ სწრაფას და მე აი ამ მატრიცაში უნდა შევიდე და აქ უნდა დავამტკიცო რაღაცეები, აქ რაღაცა უნდა შევქნა, ხო, რაღაც ოჯახი, რაღაცები უნდა შევქნა და აბა მოდი ლევან მოიფკრიფე ძალა და მოდი დაიწყე ყოფიერი ცხოვრება. ეს ყოფიერი ცხოვრება იწყება ასე რომ ოჯახდები, ჩემი ავიც თანაკლასელთან, რომელთაც მქონდა ძალიან დიდი გატაცება და რომელსაც მაშინ მახსოვსაც ეს ლექსიც კი მიუძღვენი, რომ ლექსებს გავატან მე ფარულ სევდას და აი ფეთქებენ ბროლის კვირტები, არ შემიძლია მიყვარდე მეტად. გადნები მინას, როგორც ფიფქები და რაღაცა ამ ოჯახის შექმნა, ეს არის ძალიან გაჭირებული დრო, ამაუსინათლო დედას დაემართა, ასე ვთქვათ, ინფარქტი და რაღაც გულის ოპერაცია, რაღაცა და ბავშვიც ყავს პატარა, მარიამი უკვე პატარაა და რაღაცა გამგეობაში ვიწყე მუშაობას. მოკლედ რაღაც 114 ლარი ხელფასი, კაბინეტი მაქვს, რაღაცები, ყველაფერი მეხება, თან არაფერი არ მეხება, ვიციო, სოფლის გამგეობების უფროსი ვარ რაღაც და ეს არის მატრიცასთან ჩემი პირველი შეხება და აქ არის მოდელი ასეთი, რომ ახლა ყველა სოფელში რაღაცა ღონისძიება ეწყობა, ბავშვები ყვავილები, მერე სუფრა რაღაცა იკვლება და თუ არის გამგებელი მოადგილე და მე ვარ, ჯერ ითქება გამგებლის ადგილზე, რომ მოადგილესი მერე ჩემი. თუ გუბერნატორია, ჯერ გუბერნატორი, მერე თუ მე მარტო ვარ, ლევანი მარტო და სულ მიკვირდა ამ მოდელის, რომ
ბიჭო, კი კაი ბიჭი ხარ, იქ ვიღაცებს კი მოწონ ხარ, მაგრამ მოდი შენი ეს კაი ბიჭო, რაღაც მეცხრე პლანზეა რა და სულ მქონდა პროტესტი, რომ აი გამოხატვის პროტესტი, რომ მოიცა ერთი ამისიქით არაფერი არ ხდება, არა მატრიცაში არაფერი არ ხდება. არის რაღაცა სტატუსები და ამ სტატუსებში და აი მქონდა რაღაცა ძალიან ისეთი ზიზღ, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როცა სერიოზული დეპრესია მქონდა. ძალიან სერიოზული, მხოლოდ იმის გამო, რომ 9-დან 6-მდე კიდე სადღაც უნდა მჯდარიყავი და რატო არ ვიცი და გაზეთი უნდა მეკითხა კაბინეტში და რაღაც წარმოუდგენელი ამბავი იყო და რაღაც ერთ-ერთი გამგებლის ისეთი დავალება, რომელიც თვლიდი რომ არასწორი იყო და ნამდვილად არასწორი იყო, რომელიც არ შევასრულე, არ გავიტანე გამგეობის ხომაზე რაღაც ჩამორთმების საკითხი, მაშინ ყველას ჩამოვართვათ ის მიწები თქვა, ხა ამ უბედურკაც თუ ვართმევთ, რომელიც სხვას უნდა და მაშინ ჩამოვართვათ აგერ ისეთ ხალხს, რომლის შვილებიც მინისტრები არიან და რაღაც და შეხوار გაგიჟდი რაღაც და მოკლედ ამ კაცს მე გავაფრთხილე რა და რატო გამიკეთეო და აი შენ კი არა კაცო ჩემ თავს გაუკეთე ღამე ხო უნდა დავიძინოთქო და მახსოვს რომ მამა ჩემი გარდაიცვალა და მამის გარდაცვალების დღეს მომიტანეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება შემცირებაში მოუყევი ამ დროს თვითმმართველობის პროფესიულადაც ეს ვიყავი ასე თქვა პოლიტოლოგი და ამ თვითმმართველობის კუთხით არაიხარ ამის ცონით გამოვიჩვენა იმ სფეროში მართლა მქონდა მაღალი კვალიფიკაცია და თუმცა ვის აინტერესებს კვალიფიკაცია და მე მახსოვს რომ ეს რომ მითხრეს ანუ ის ძირითადი შემოსავალი 114 ლარიც გაქრა და დავჭით მამის პენსიაც აღარ არის დედა გულის და ოპერაციები ბავშვებს ამზადებ აღარაფერი აღარ არის პატარა ბავშვი მყავს და მეგობარს გამოვართვი გასაღები მახსოვს კომპიუტერიც არ მქონდა რა და გზა მახსოვს, აი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები მახსოვს დროით, გზით, აი სუნის შეგრძნებით მახსოვს რა. აი დღევანდელით მახსოვს, რომ მივდიოდი ამ პატარა ქუჩაზე ყვარელში, ჩემი სახლიდან სულ 500 მეტრი უნდა გამევლო, გადავსულიყავი მის ოფისში და ვიმეორებდი თეატრალური სარდაფის ამ ფრაზას, რომ თუ ხვდები რომ სახელმწიფომ გაგწირა და ფეხზე დაგიკიდა. დაიწყე თამაში და ყველას დაუმტკიცე რომ ცოცხალი ხარ. და შევდივარ ამ თამაში, მოკლედ აღარ მაინტერესებს ეს შენი ერთი სიტყვით პოეზია რაღაც და რაღაც პირველ პროექტს წერ, რომელიც ფინანსდება. მანამდე 100 თუ 200 პროექტი მქონდა დაწერილი, არც ერთი არ დაფინანსებულა და ძალიან რთული იყო მაშინ, რომ ეხლა მიცვალებული მამა სახლში და შენ ეხლა რაღაც პროექტი წერე, ურთულესი იყო დღემდე მახსოვს. თუმცა იყო ეს პასუხისგებლობა და იქიდან იწყება ახალი ცხოვრება. აი ამ გამგეობის ყოფიერ ცხოვრებაში, რომელიც 2 წელი გაგრძელდა შემოდის ამბავი, რომ ერთი მხრივ ამ პოეზიას სულიერ სამყაროს ვერ ეშვები, მეორე მხრივ მატრიცაში ხარ და ამ თეატრს, ამ სურათს უყურებ, ატყუე სურათს, ტყუილი ყველგან და რაღაც ეს, არ ვიცი, ეს შაბლონები და აქ უკვე შემოდიან პოეტები, რომლებიც აი მაგალითად ლაშა გახარია შემოდის და ლაშა როცა აღმოვაჩინე, მე მახსოვს, რომ რევოლუცია ხდებოდა და წყალი შემდიოდა ფეხსაცმელში და დედაჩემმა რომ გამომიგზავნა ფეხსაცმელი იყიდეო, წავედა 2 კრებული ვიყიდე ლაშას. 99 და 1 და წაშლილი ღამე და აი ვიყავი უბედნიერი, იმიტომ სრულიად ახალი სამყარო გახსნა ლაშამ და ლაშას აქ ესეთი ლექსი ავტოპორტრეტი. შეუცნობელი პოეტი დადის. რაც აი მე რა ლექსებსაც ვამბობ, იმ დროს მე ვატარებდი ჩემს სხეულში და ანუ ჩემ თავს ვაიგივებდი ამ ყველაფერთან და შეუცნობელი პოეტი დადის. გამომცემლობებს არ უმტრევს კარებს. შიერ ლეკვივით დაყვება დარდი და უბის ლექსებს ბუსს არ აკარებს. ხან თავნია და ხანას ესხება აბდის და უბდის კალმით მლამბავი და დადის ასე შავი ლექსებით. თავადაც ღვთისგან დაუსტამბავი. მას არ იზიდავს ზღვა და იზიდა. მიწას არ ეძებს მთაწმინდის ახლოს და როცა წავა ცოდვილ მიწიდან არც სადმოველის დიდ სამოსახლოს. და ასევე შემოდის ლაშას პოეტი, რომ ხან მარტვილია, ხანაც მესია, თან წერტილია, თანაც ანთარი. პოეტი მაინც ერთი ლექსია, უბლის წრემლივით ცამდე მართალი. შემოდის ნიკო სამადაშვილი, აი უზომო და ნიკო სამადაშვილი იყო განსხეულება იმისი, როგორ მოდის წინააღმდეგობაში ეს პოეტი და მატრიცა, ასე ვთქვათ, ყოფიერი ადამიანი, ნიკო ბუღალტერი იყო და აქ ესეთი ლექსი ნიკოს პოეტ ბუღალტერ ნიკო სამადაშვილის პოეტ ნიკო სამადაშვილისგან ან პირიქით შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის შიტი შენ ახარ ჩემი სიმართლის დარი სულ კარგად მახსოვს შენ რომ გამოჩდი გარეთ ძაღლივით ყმო და ქარი ვერ გიპატრონე მელას განდარამ შენ სხვა მხევალი უნდა ყოლოდაზეცა სივცეებს აზანზარებდა და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან ვერ გაუკებდი დაგდებდი კეტით ხან მელეოდა მუხლებში ძალა ზარივით გასკდა ამდენი რეკით ზედ რომ მაბია ეს თავის ქალა
ვერ გიპატრონე რა უყოთ ძმაო ორივე შევკთან ჩდილის გუჩ გავდით შენ კიდე ფიქში მაიც ზუნაო მე კი ბუწუწიც გამჩვიდა თმაში და შემოდის ეს თელი აი ბაღათერ არაბული შემოდის მგლების წერილი ძაღლებს როდესაც შენ ხედავ ამ სამყაროს ამ მორჩილების სამყაროს ამ ვერტიკალს და შემოდის ბაღათერი ჩვენა ვართ მგლები ძლიერ და საშიშ ცხოვრებისათვის ცოტანი ვიშვით. დაულულიან თოფების ხმაში ილევა ჩვენი მოდგმა და ჯიში დამოვდიოდით დარში, ავდარში, მთელი სამყარო მოვითარეშეთ, მაინც მოვედით, მაინც გადავრჩით, თუმცა ისე ვართ კანონგარეშე. თქვენც მამაცები იყავით უწინ, ერთმანეთისგან ვერ გვარჩნევდა, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძელით. და დახურდავდით თქვენ დარაჯებად, პურის ქერქისთვის, მონობის სურვილს, პირფერობა და ლაჩრობაც ერთვის, ამიტომ ჯაჭვი და საყელური შესაბამისი ჯილდოა თქვენთვის. თქვენ თბილი ქოხი გერგუნად ბედად. ჩვენზე კი მუდამ თოფები გხუხან და მგლებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მონათქცეული ძაღლები გწულხათ. და აი ეს ყოფიერება რომელიც იყო ეს სულიერი სამყარო და ეს მატრიცა მაშინ გახდა მიზანი რომ არა მე უნდა დავამტკიცო. მე ჩემი სიტყვა აქაც უნდა თქვა რა პოეზიაში და სულიერ სამყაროში აქ სათქმელი მაქვს და პირველი რასაც არ დავნებდი როგორც ვთქვით უკვე პოეზიას და მიმართულებას და რაღაცა ყოფიერებაში შევდი ფეხი, თუმცა არასდროს მე სულიერად გადავრჩი ერთადერთი რამის გამო რომ არ დამიკარგავს პოეზია არც ერთი წამით და მასთან სიახლოვე და სიყვარული და არ დამიკარგავს საკუთარ თავზე იუმორი. ნებისმიერ პრობლემას უყურებდი იუმორით და ჩემ თავზე ვიცინოდი და ვაცინებდი სხვებსაც. ანუ ეს იუმორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თერაპია იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ მახსოვს რომ რაღაცა აი მე არასდროს არ მიკეთებია ისეთი რაღაც არ მესმოდა. ადამიანების მოდელი ხა გარშემო ხო ადამიანებთან სოციალურ წრესთან სულ შეხება გაქვს მეგობრები ის ამბობდნენ ესეთ რამეს რომ ბიჭო რატო გავიდე რომ ეს გზა აგე წინაპრების დატოვებლა ეს შეცდომა ეს ასია ის ისია და არასდროს ეს არ მესმოდა რას ქვია ის ასია ეს ასია მე თუ რაღაც არ მესმის და სიმართლე არ მაინტერესებს სიმართლე არის ჩემი აღქმა თუ არ მესმის აზრი არა კაი მახსოვს რომ ერთხელ არმაზმა თქვა გრემში წირვა როდის იმართება რაღაც დრო უთხარი და არასწორად უთხარი ხა არ ვიცოდი მაშინ და 1 საათით ადრე ჩამოვიდა და უხერხულობა რო ვიგზენე აი ძალიან გულწრფელად უთხარი რომ არმაზ მე ვთქვა სანამ წირვა დაიწყება წამოდი ხა ხაში და 3 არაყი მე ვთქარი რაღაცა ჩაუსყდე და მე შედი წირვას და რო გაიოცა ვერ მივხვდი რატო გაიოცა ხაში და 3 არაყი ხა ფიზიკურად არ მესმოდა რა ის ამბავი ხო და მოკლედ ესეც გავიარე ცხოვრება რა ბევრი რაღაც ცხვირის წავიმტვრიე მაგერებზეც ვისაუბრებ და წავიმტვრიე მაგრამ არც ერთ ნაბიჯს არ უნდა ნოვიმტრო არ მისმოდა და მორჩა მოკლედ შემდეგ გადავდივართ მატრიცაში ანუ ვიდეო ჩნდება ადამიანი ჩემი გიორგი აი ადამიანები ხო ჩნდებიან რაღაცას რომ გადაწყვეტ და ცნობიერება რო იცვლება ან გადაწყვეტილება ადამიანები ჩნდებიან შესაბამისი ადამიანები ჩნდებიან და წავედი გურჯაანის ტელეკომპანია გურჯაანსში რაღაც აღმასრულებელი დირექტორად 200 ლარი ხელფასი და ნუ დავტოვე მაშინ უკვე 400 ლარიანი სამსახური მქონდა რესურსენში ვიყავი ყვარელში გადასული ცოტა ის სასათბურე პირობა მქონდა და ავტოვე და წავედი ჩემი თავის იმედად რომ იქ შემექმნა და მართლა კარგი ტელევიზია გავაკეთეთ იმ დროისთვის ეხლა მთელი სტაფი წავიყვანი ამერიკაში გადავამზადე ფოქსი და გურჯაანი დავამეგობრე იქიდან ჩამოდიოდნენ იქიდან ტექნიკა წამოვიღე რაღაცა BBC-ზე ხვდებოდა მაგალითად რამდენიმე ჩვენი მასალა და რაღაც კაი არხი გამოვაცხე რა იმ პერიოდისთვის და მახსოვს პირველად ამერიკაში რომ ჩავედი ეხლა მე ვიცი რომ ამერიკაში პირველად გაქვს შეხება საერთოდ სხვა ცივილიზაციასთან და ჯერ ხომ მახსოვს რომ ის ოჯახში ქალი ვინც იყო ის დამხტარა ხალგაზრდა ძალიან ლამაზი ქალი იყო და რომ მივყავდი სადაც ამოდი საცურავავზე მივდიოდა წაგიყვანო და გზაში ეხა სულ სექსზე მელაპარაკე ინგლისურიც კარგად არ ვიცი და კაცო ეხა ფიქრობ ეს მე მკერავს და რაღაც ეს ქართულ პონჩი წავედი თუმე სექსოლოგია ეს ქალი აინტერესებს რომ რაღაც მოხდი გაურკვეველი ქვეყნიდან და პროფესიულად აინტერესებს რომ თქვენ და რა ხდება ანუ იმისთვის ეხა პაპუასი ხა საითანაც ჩასული და ეს კულტურული შოკებს ვიღებ და ეხლა ნუ პირველი შეხვედრა რაღაც ჩავიცვი და ეხლა ჩემი ჩაცმულობა იყო შეხვედრაზე მივიდოდ ყავის კურტკა რაღაც ესეთი ალავიძეებს ეძახდნენ ადრე რაღაც ეს საროჭკა ზოლიანი დაუთოებული შარვალი ლაკის ინსპექტორები და სასტუმროდან ჩავედი დაბლა და ბიჭო რაღაცა სულ ნახევრად გახტილი ქალები კაცები ფორმები დარბის მეთქი რა ხდება ჩანთები მიყრილი მთელი ქალაქი შუაში გუგუნიმის თუმე ჰელოვინია მე წარმოდგენა არ მაქვს და რაღაცა გავიჩიტე რაღაცა დამისხეს რაღაცა ავიღე და ვიღაცა გოგომის გამომიერა ცეკვით და აუ შენ ვაკო ყველაზე კრეატიული ტიპი ხარ რამდენათას კაცშიო რა მაგარი ფორმა გაცვიაო რა ბიჭო მე დავდი რაღაც ფორმა გონია და ვაუ ჩემი მეთქი ვავში სადახარ
საერთოდ სხვა ამბავი იყო რა, რომ რაღაცა მაგარი ჩემი ძალიან ისე ჩაცულა მეორდეს გავიხადე რაღა ბუტაში ამოვიწე რაღაც მივხვდიო საერთოდ სხვაგან მოვხვდი რა და მე მახსოვს რომ რაღაც უკვე კონტექსტებს ვაკვირდები შემოქმედებითობა ყველგან მშველოდა რა და ვაკვირდები კონტექსტებს რომ რაღაც პატიოსნა დავიწყე რაღაცების გაყიდვა ვიღაცა მირეკავს ფასი დამიკელი გურია უფრო იაფათვანსებს და ეს გური აღმოჩნდა ხუჯე ჩემზე მეცახტენებს ჩემზე დაბალი დონის ტელევიზია და მეც უკვე მუღამები დავიჭირე და შევქმნი მოკლედ სარეკლამო კომპანია ეს ტელევიზიები ყველა გავაერთიანე ჩემ ქსელში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი გამოდგა ჩემი მიზანი მაშინ რაც იყო თამამად შევასრულო ბიზნესს ყოფილიყო ტელევიზიებიც და მეც საკმაოდ მაღალი უმაღლესი მოგება იყო იმ დროისთვის, იმიტომ ფაქტობრივად იმას შექმნა ყველაფერი აქტივები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მე მივიღე გადაწყვეტილებები რაღაც დროებს, ყიდულობდი, ხოდა მოკლედ ჩემი ბიზნესი, რა ვთქვათ, ასე ვთქვათ და უკვე მატრიცაში შემოდის დამტკიცება. უკვე დაამტკიცე, არავის შესახედი არ გაქვს. შენი გაქვს ყველაფერი, აი რა გინდა, არაფერი არ გაკლია. ხა კომპანია რომელიც წელიწადში უკვე 9 მილიონს წერს არჩი და უკვე ზდის ამას, ნუ უკვე ისეთი არც მოწილე ყავს, არც ის ყავს, არც ის და უკვე შენ მატრიცაში შემოდის ეს დამტკიცების ამბავი. და აქ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და ამ დამტკიცების დროს შემოდის უკვე მიშაქვლივიცე ჩემს ცხოვრებაში. ეს უკვე 2011-ში დავიწყე, მინდა სადაც 15-16 წელია, 15 წელი უფრო. ანუ 10 წლის წინ შემოდის მიშა და მიშა შემოდის ამ ლექსით ავტოპორტრეტი, სადაც საკუთარ თავს ხედავ რა, იმიტომ სულ ავანტიურისტი ვიყავი, ავანტიურისტი თუ არ ხარ, ვერ გაბედა, ვერ გადადგავ ამ ნაბიჯს. მე გასწავლის ცხოვრება რაღაცეებს და მიშა შემოდის ამ ლექსით შეუცნობელი პოეტი, ესა ბოდიშით. მიშა შემოდის ავანტიურისტი ამ ლექსით ავტოპორტრეტი. განაბულ თვალებში ფოცხვერი სიფიცხე. 9 სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის მიცნობდეთ პოეტი მიხეილ ქლივიძე, კეთილი განზრახვის ავანტიურისტი, მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარს. ხომ არ გეუწყობათ სიტყვების ჯავარი, სიტყვებს ნუ ენდობით, მთავარი ისაა, რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი, საქმეა ცხოვრების თარგი და ხარისხი და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია, მე სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით. ყველაფერს რაც ვიცი და რაც შემიძლია. ვიცი უმიზეზო დანაღლიანება, ან დააფეთქებაც, ვიცი უეცარი, ხან ნებიანი ვარ, გიჟი, თავნება, ხან ბრძენი, ხანაც ყოლად უმეცარი. გინდათ ეს ცხოვრება, ვაქციო არაკად. ქვეყანას ღაპრული ფერები დავხატო, ლამაზი საცოლე წავართო არაკაც და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო. გინდათ იმ ხეიბას რისომი ჩანჩალებს ხვალდავა პრობინო თეთნულის წვერვალი გინდათ გაუჯიბრო. თვითონო მაჩაბებს. ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი, მე ზოგჯერ მგონია. რა ჩემი ბრალია. კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს ორსული ცხოვრების ბებია ქალი ვარ და მინდა ლამაზი შვილი შეეწინოს. რა დროს ლექსებია, რა დროს ლაკლაკია. დროს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი. დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა მთავარი. ვაგლახრა მოკლია ეს წუთი სოფელი. არ ყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე. მიცნობდეთ ასე თქვათ კეთილის მყოფელი, ავანტიურისტი მიხეილ ქლივიძე. და შემოდის ეს ამბავი, რომ მე ჯერ მატრიცაში კი მოვიმაგრე, მაგრამ დასამტკიცებელი მაქვს, ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. შემოდის ეს ამბავი და მიყვები ამ ამბავს. მოკლედ ego იზრდება და კავშირიც ნენელა რაღაც ქრება პირად ცხოვრებასთან, პირადი ცხოვრებაც იღება გარკვეულწილად და რაღაცებთან კავშირი ქრება, რაღაც უკვე სხვა ხედვები, სხვა ისინი გაქვს და შესაბამისად უკვე ხდება პიროვნული მოწყენა, უკვე რაღაცები გაქვს და რაღაცა დიცელოდები, უნდა არ იცი ეს რას და შემოდის ასეთი ლექსი ნიშნიანიძეს, ისეთი ვინმე რომ შემხდებოდეს. გამიღვიძებდეს წამით იმედებს. ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე 1 აპრილს კიდევ წამი კიდევდეს. მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოში ასავით ატეხდეს წკავს ჩემი ლომური ამპარტავნება. ოღონდაც გარდასულ ყმობის ისევ მარგუნე უცხო თრიაქი. ის ღვთაებრივი მაცდური თრობა შიში, ცახცახი და ფორიაქი. და ჩემი ცხოვრება შესაბამისად ჩდება. როდესაც რაღაცას გადაწყვეტ, შესაბამის პერსონაჟები ყოველთვის ჩდებიან ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრებაც უკვე მიდის ამ მიმართულებით და იწყება თავგადასავლები. იმიტომ რომ ეკონომიკურად უკვე ხარ, რაღაცები არის და იწყება თავგადასავლები. ამ თავგადასავლებს ნახეთ მე რომ მაშინ წინაზე მირზა ვახსენე, როდესაც შენ გაქვს ეს დაუოკებელი ჟინი და არაფერი არ გაინტერესებს და ამაცადე და შენ აქ უკვე რაღაცეებს სწავლობ ფლირტში, ცლტოლვაშიც, ყველაფერში სწავლობ რაღაცეებს და უფრო სხვანაირად უდგები და აქ უკვე შემოდის გივი გეგეჭკორი. და გივი შემოდის ასეთი ლექსით. შენ არ გაგვთქვამენ შენი თვალები.
შინაგან ბრძოლას სიმშვიდით ნიღმავ. მხოლოდ მე ვიცი რაც იმალება მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა. შენ გეშინია შენი ხელები, შენი მუხლების, ფრების, ფეხების ჯერ არ განცდილი თვლემით დათრობის, თოლვის, სურვილის ხელის შეხების. და გეშინია რომ შორს შეესტოპე გულს ვერ იჩერება ფართხალებუს თოლვა გიბერავს ფემთან ნესტოებს. სახეს მარიდებ. იხრები გვერდზე და თითქოს სადღაც გადაიწიე, შენში სურვილი გონებას ებრძვის და მიწიერი არ ამიწიერს. რასაც აქამდე გრძნობდი გუმანით, მთებით, კალთებით, მკერდით, კორდებით, ახლა შენს სულში იბატონებენ სხვა სიმღერებით, სხვა აკორდებით. და იღებ როგორც ჩიშის საფასურს, თავ დავიწყება სალეს და თოლვას, თავ შეკავების ქრება საზღვარი, დარჩება მხოლოდ უსაზღვრო ტოლვა. და მოკლედ ამ ტოვლის მორევში რო გადაეშვები, იქ უკვე საზღვრები აღარ არის, ხვანაირია უკვე სამყარო, იქ შემოდის პეტერფი, შენთვის მიუწვდები მიზანს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის მწვერვალებს დავთმობ. და იწყება ამ დიდებას ხო უნდა მიწვდეს, ხო უნდა გაატარო ცხოვრებაში და მე ამ ჩემი ამ რომანტიკული ამბებისთვის საკუთარი თვითმფრინავი მინდა უკვე ეგოიზდება, არ მყოფნის, ეს კი გასაგებია, მაგრამ მე მჭირდება ეს რომ მქონდეს, განამ ერაში მჭირდება, მე სინამდვილეში აფემარა ეს უკვე მოითხოვს ეს მე მინდა. და ამ ბიზნესით ხა ამას ვერ ვიშოვე. და ამიტომ ვიგონებ ჰოუმარკეტს. ვიგონებ ჰოუმარკეტს, რომელიც მართლა კარგი იდეა გამოვიდა, უბრალოდ დროს უსწრებდა. მაშინაც ვაცნობიერებდი სინამდვილეში რას ვაკეთებდი. იმიტომ რომ ერთის მხრივ მთელი კორპორაციები მთელ მსოფლიოში ადამიანებს ეკაჩებიან აი ამ მოწყობილობისკენ, რომ აქ შემოდი, აქ არის ყველა აპლიკაცია და ჩემი ნაბიჯი იყო, რომ აქედან გამეყვანა ადამიანი ნივთების ინტერნეტის თემა იყო და მაცივარი მოკლედ გადაიქცა მაღაზია. თქვენ აღარ გჭირდებათ საყიდლებზე სიარული, აგერ შენი მაცივარი ხდება მაღაზია, რომელზეც ვამზადებინებ სპეციალურ პადებს, სკუტერებს, მოკლედ ვაწყობ სისტემას და ყველაფერს შეგდებ რა და ნახევარმა ვაკე მიყიდა მოკლედ და პანდემია დამემთხვა და ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდი მაშინ, ვისაც სრულყოფილად ეს მიწოდება შეეძლო, ისევ მაღაზიაში არ ჩასულიყავი და სულად უსაფრთხო იყო და მოკლედ რასაც ვთვლიდი რომ 5 წელიწადში გამეკეთები და ბიზნესი რამდენიმე თვეში გადავიდა მოგებაზე. დიდი წვალების, დიდი მონდომების შედეგად და ამას ვხედავთ, რომ უკვე გლობალური ბიზნესია, უკვე ეხა გვარებს არ დავასახლებ, სერიოზული ოლიგარქები ინტერესდებიან ამ ყველაფერით, მათ შორის მთლიანად საქართველოს ბანკი კიდევ ბევრი და მე ვარდები ეიფორიაში, ფასსაც ვეღარ ვადებ, რაღაცა ისეთ მდგომარეობაში ვარდები და ერთ-ერთ ოლიგარქთან მომიწია დიდი ხნიანი ურთიერთობა, რომელიც 6 მილიონი ჩემოდიოდა, მილიონსაც მაძლევდა და წილის სანაცვლო და 1%-ზე დავხოცეთ ორი კვირა ერთმანეთი, სულ ვეუბნებოდი რომ წაიღე 51, მაგრამ მე დირექტორი არ ვიქნები. არა შენ უნდა იყო და მაშინ მომეცი 51 მე ისევ მიცხოვრია რომ მე ჩემსასვლის გავ ყველაფერს. ხვალ რა მოხდება არ ვიცი და ეხლა შენ საყუდოს კი არა ზედმეც არ გათქმევინება არაფერს, იმიტომ არ მიღის, არაფერი არ მიღის. იმიტომ ერთ დღეს მოგაყრი ყველაფერს ახეზე, იმიტომ ავანტიურისტებს ესეთი ბუნება გვახასიათებს რა და ამაზე მოკლედ დავხოცეთ ბოლოს სანამ არ დაწერა არა 51 ჩემი ეხლა ნომინალური პარტნიორი შენთან ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ერთ-ერთ ისეთ ადამიანზე რომელიც ბევრი მილიარდის პატრონია ვერ ვიქნები შენთან ნომინალური პარტნიორი, ამიტომ ესე უნდა იყოს და ოკეი, კარგი და უკვე რეალურია, უკვე 7 ქვეყანაზე სისტემას ვაწყობთ, ეს უნდა გავიდეს 7 ქვეყანაში, აქ საცდელი მოდელი გვაქვს და სულ 1 წლის პროგნოზით, ანუ მისი წარმომადგენლები მონაკოში კაზინოს ოყიდულობენ და იქ რო აფასებენ და ეს ხალხი უკვე აქ არის და უკვე ძალიან რეალურია, რომ ეს თვითმფრინავიც არის, მის მილიარდიც არის, ესეც არის, ისიც არის და უკვე ეს ეიფორიის განცდა შემოდის, შენ უკვე მზად არ ახარ ამისთვის. ნაბიჯი იმხელა დიდი იყო და ეს პანდემია შედარებით იმდენად მაგარი რაღაც გამოვიდა, რომ პიროვნულად არ ხარ მზად და ესეც არის ცხოვრება და აქ შემოდის მოკლედ ძალიან ისეთი ბევრი ლექსები, მაგრამ ამ ლექსებისთვის ცოტა ხანი აღარ გვცვალე, უკვე ეიფორიაში ვარდები. მანამდე მინდა აუცილებლად თქვა, რომ მთელი ცხოვრება თან დამდებდა ეს საყვარელი ადამიანების ამბავი დედა იქნებოდა მეუღლე თუ აი ვინც იქნებოდა, ვისაც აი ყველა განიცდა, აი მე ასეთი წარმომიდგენი ხარ, აი ეს რო გაკლეს, აი ესეთი ცოტა სულ მქონდა პროტესტი, რომ აი არასდროს ახაც მანერები დახვეწე და ახლა მანერები იგი დავდგე და აი სულ მაგრად არ მაინტერესებდა. ჩემ მეგობართან ერთად დამსვე სადღაც ერთ ხამსათევზე ერთი ჭიქა დამელია, სინამდვილეში მე მეტი არ მინდოდა და ლექსები მეკითხა და მეწერა, აი არაფერი არ მინდოდა მეტი და მაგრამ ყველას უნდა რომ რაღაცნაირი იყო და შემოდის მიშა ქლივიძე ასეთი პატარა ლექსით, ორი პაროდია ვუჯავახაძეს გავა. აი ეს უამინდობის ბოლი ამითაც იდგა ჩემ ცხოვრებაში რა, რომ ყველას რაღაცნაირი უნდა ხა და მიშა შემოდის ამ ლექსით გავა და ვერ გამოჰგავა უამინდობის ბოლი, კაცს ყავდა დედა რო გავა და რო გამოვა ცოლი. დედა ეძახდა ალექსის, ცოლი ეძახდა ალექს.
ვისაც მოდერნი არ ესმის, ის ვერ გაიგებს ამ ლექსს. და ეს ამბავი შემოდის მოკლედ რომ გითხრათ და შემდეგ უკვე ეგო იზრდება, ეგოს საზღვარი არ აქვს. ეგო იმ დონეზე იზრდება, რომ რაღაცა რაც ჩავიფრთხე, ყველაფერი გარეალურდა. ყველაფერი გარეალურდა. ეხლა რაღაც თვითმფრინავი და მილიარდერობა და რაღაცები არ უნდა გარეალურდეს, მაგრამ რა თმინდა? ეხლა ვეძებე მიზეს რომ რა თმინდა? აი რაში მჭირდება და ანუ მე სულ მქონდა ესეთი მოდელი ცხოვრების. რაღაც მიზანი უნდა ამეყო და იქითკენ მიარ. ანუ წინასწარ უნდა მცოდნო და სად მივდივარ, რომ ჩემს ტვინს და ინტუიციას ქონოდა მიმართულება. მაგრამ რა თმინდა და რა ვიცი, აი პრეზიდენტი გავხდები და რისი პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი, რავი რატო საგიჟეთი ხდება რაღაცა და რა თმინდა ამ პრეზიდენტო ამ პასუხისგებლობა და სულ გავულბოდი აი პოლიტიკას და იმას არ ვეკარებოდი, სანამ საკუთარი რესურსი არ მექნება არ შევალ რა. აი არ შევალ, იმიტომ ვიცი რომ უნდა ვიჩხუბო, ვიყვირო, ვაგინო და წამოვიდე და რა არ შევალ, იმიტომ რომ ეს ვიცი, იმიტომ თუ რაღაცები არ არის ჩემზე დამოკიდებული და ღმერთს მადლობა რომ აი ამ ეგოს ამ დონეზე გაზრდის დროს მე არ მქონდა ძალაუფლებასთან შეხება. იმიტომ რომ ერთი უბრალოდ ჩვეულებრივი კეთილი კაცი ვიყავი, მაგრამ იმდენად გწავლავს ეგო რომ საშიში ხარ. და მით უმეტეს ახლა გულში თუ კიდე რაღაცა კომპლექსები და რაღაცები ის უკვე 10ჯერ საშიში მდგომარეობაში და ამასაც ვიმკით პრინციპში ეს ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ ამბავსაც ვიმკით რა. ხო და აბა მაშინ რა ისი პრეზიდენტობა და მაშინ ჯერ კიდე არ ვიცოდი რომ ამერიკის პრეზიდენტობას ამერიკაში დაბადება ჭირდებოდა რა და მოდი ამერიკის პრეზიდენტი გავხდები რა. აი ხო უტოპიური ამბავია რა, სულად უტოპიური რა და კი გავხდები, მაგრამ აი რა თმინდა, ხო შემოდის მიზანი, რომ აი რა თმინდა ეს ამერიკის პრეზიდენტობა და აი არაფერი, სუმთელი ცხოვრება ხო რაღაც მაწვალებს ის, რომ ეს არის მატრიცა, სადაც ადამიანები თანამდებობით ფულით არიან და მოდი აი ამ ადამიანებს დავანახებ, რომ არაფერია ეს ყველაფერი. აი ავალ მაგწვერვალზე და ჩემს მაგაცებთან ერთად ერთი ხაშლამას მოუხაშავ ლინკონის მაგიდაზე, რავი საქართველოს დაობდებ აფხაზეთს და ინაუგურაციაზე გადავდგები. აი მართლა გადავდგები და ყვალის გამგეობაში შევიტან განცხადებას უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სივი ესე იწყებოდეს რა ამერიკის პრეზიდენტი, ყვალის გამგეობის უმცროსი სპეციალისტი. ხო უტოპიური კარგი ოცნებაა, მაგრამ ტვინი უკვე ეძებს გარეალურების გზებს. რა თქმა უნდა, შეიძლება რეალობა არ არის, მაგრამ რეალობის ილუზია იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჰელოუინზე ვიზიტისას რაღაცა მსუბუქი ფლირტი მქონდა თომას ჯეფერსონის შვილთაშვილთან. ხო და ზანიშე დავშვოდით და ბიჭო აგერ არის ბექი და აღვადგენ ამ ურთიერთობას და ეხა მილიარდი თუ მაქვს რომელიც უკვე რეალურია და თან თუ ეხა ჯეფერსონის იძე ვარ შენი ჭირიმე გამიში ორი პარტია სულ ერთ-ერთში შევა და რაღაცნაირად კი გავიკვლიო გზას და გარეალურად ვინვა ანუ რაღაცა გზები მონახა თუმცა ამ ეგოდან მე აი წარმოიდი აქ ვადიხარ ეს ყველაფერი რეალური ხდება შენთვის და აქედან დაცემა მთელი ამბავი და აი მოლაპარაკების ზღვარზე ვართ მოკლედ მე და ჩემი ოცნებები სულ ერთ კვირაში კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ყველა საკითხზე შეთანხმებული და პროგრამა გაითიშა ქართველების დაწერილი პროგრამა გაითიშა პროგრამა წინადადება აჯერ გამიუარესეს ეხა კაცი რო აჯერ წინადადებას გაგიუარესებს იმას აღარ უნდა გაყვე მე ვთქვა ნახვამდის მე მივხედავ ჩემსაც ვერაფერი რა თქმა უნდა ვერავაწყე 9 მილიონს ვიხდიდი ვინ ამიწყობს მეთქი მაგრამ ნუ დრო ჭირდებოდა რა და ნუ ეს დრო არ იყო კოდი იყო არასწორად დაწერილი, რომელშიც მე ვერ ყვეოდი, რავი 10 კაც აწერინეს ის კოდი და. მოკლედ გაითიშა და ხდება დაცემა. ვეღარ გაუძლელი ფინანსურ ხარჯებს, იმიტომ ეს ყველა ხარჯი ჩემზე იყო თვეში 50000-ზე მეტი მქონდა მაშინ მახსოვს და ფიზიკურად ვეღარ გაუძლელი და ეს ყველაფერი ჩამოიშალა. მე ამ ჩამოშლას ვერ უყურებდი ფხიზელი თვალით და ბიჭო 1 მილიონი ჩადებული მაქვს, 1 მილიონი ვალი მაქვს კიდე აღებული და ყველაფერი იშლება და მქონდა ორი გადაწყვეტილება რა, ვთქვი რომ ერთ დღეს დამწვარა. აი თითსაც არ გავატოკებ რაღაცების შეყენებაზე რა და ეხლა სადაც მილიონი გეტენება იქ 200000 იქით იყოს თქო მძღოლს უთხარი დაკოქე მანქანა და აი კეიფში დროსტარებაში და გადაფრენა გადმოფრენებში ჩამოვანგრიე მოკლედ ეს ყველაფერი რო გავიღვიძე ბუზივით არ მიაროდამდე და სად არის თქო და გაჩვილი აღარ იყო ერთი ორი კაცის გარდა რა საერთოდ და ადამიანების ესე მოდიან მიდიან ძალიან საინტერესო ამბები ხდება ხო და აქ ხდება ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ამბავი მოკლედ ხო და ამ ეგოზე ვილაპარაკე და დაცემა ლოთობა უმნიშვნელობასთან თვალის გასწორება არავინ არ ხარ არაფერი ხარ მატერიის იქით ვინ ახლა ადამიანები ხვდება ვა სად დაიკარგე რა დავიკარგე და რაღაცა და აღარც ახსოვხარ რა ზოგს ნომერიც გიწევს ყველაფერი და აი სულ რამდენიმე ადამიანის გარდა რომელიც ჩემ ცხოვრებაში სულ იყო და ეს ყველაფერი განვაპირობე მე იმიტომ რომ ჩემმა თანაშემწემ მე გაიხსენა
აი როცა ამ ჰოუმარკეტს ვიწყებდი, აქ ასვლას ვიწყებდი, ფანჯრიდან იყურებოდიო და ესე თქვი რომ მე მაგრად დავეცემიო რა. ანუ ქვეცნობიერად მე ვგრძნობდი, საითაც მივდიოდი, ოღონდ მივდიოდი. ავანტიურისტულად მივდიოდი, ოღონდ მივდიოდი და ამას ეს განაპირობა ერთმა ლექსმა. მაშინ გავიგე ჩვენი თანამედროვეა დათო ყავაძე მეგობრობდით და დათომ გამიზიარა თავისი ლექსი. საავდარო. ავდარია საჭირო. ახლა ასახელვებლად. ავდარია საჭირო, მაგრამ არ ჩანს გლუბელი დატბად დამდგარ მდინარეს შესევია წურბელი. ავდარია საჭირო, ჰო იწვიმე, იქარე ცხოვრების ამინდებო, იცით ბევრი მიქარეთ. ახლა დროა ქაოსის, ახლა დროა არევის, თორე მე მომტირას ვერ ამიტან ჩაუსანს. ამ უფერო დღეებით ისე გადავიღალე სიფხიზლე სიმთვრალეში, ჯავრით ვერ ავიყარე. ისე მომნატრებია ტალღით დასამარება, მაგრამ ტალღა დაუკარგე მიმატოვეს ქარემა უმოძრაო წყნარ ზღვაში. გემმა როგორ იგემოს, ყველა კაპიტანს უნდა შტორმის გემო იგემოს, თორემ გემით საბძოლო ნავად გადაიქცევა, თუ კი წყნარი ამინდი ცუდით არ შეიცვლება, თუ კი უმოძრაო ზღვას არ გააპობს ტალღები, დიდი კაპიტნებიც კი დარჩებიან ბალღებად. ავდარია საჭირო, ახლა ასაღელვებლად. და განაპირობა ამ ლექსმა მოკლედ. შემდეგ შემოდის რაღაცები ფასდება, აი პოეტზე თუ ადრე ტიციანი და მიავწე ლექსებს და ლექსის თვითონ წეს და ლაშა შემოდიოდა, უკვე შემოდის მიშა. მიშა შემოდის პოეტის კრედოთი. თუ გინახავთ მდინარესთან, ჩანგლით თევზის ჭერა. სულიოლი საქმე არის, ზიხარ უცდი გჯერა. ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა. კალმით ხელში მაგიდასთან ზიხარ უცდი გჯერა. უბრალოებასთან თანაცხოვრებას სწავლობ. უბრალოებასთან თანაცხოვრება. აქ თავარი არ გაბოროტდე, ვიღაცებს არ დააბრალო და შეხვიდე საკუთარ თავში. ეს ძალიან რთულია, თუმცა ურთულესია, თუმცა ამ გზას გადიხარ. შემოდის თემური ელიავა ჩვენი თანამედროვე, აბა რა გითხრა მეგობარო ძველებურად. ქუჩებში ახლა ვინ გაათევს ღამეს თვარიანს, ასე ნელ-ნელა დავეხსენით საშინელ ბურანს და სული გვიდგას, რაც მთავარია, სამსახური შვილები, ცოლი, სახლი და სახლის გარეთ აღარც ვართ. გადავეჩვიეთ ღამღამობით ხიდის ქვეშ წოლას და რა ხანია არ გვივლია გაუპარსავა და ასე ვცხოვრობთ. უხმაურო და უხეიროთ. არავინ ათევს აივნებზე ქუჩებს თვარიანს. ვეწევით წვალობთ, ადრე ვწვევით წერთ იშვიათად. და სული გვიდგას, რაც მთავარია. ვარდები ამ მდგომარეობაში რა. რომელი მდგომარეობაც ჩემთვის საერთოდ მიუღებელია. შემოდის ვასილ ბესელია. გადამიყოლეს ცრემლიან პეშვით, შავი ღრუბლების შავმა მინდორმა, დღეების უხმო კლავირის შემშლის და შემოდგომის უამინდობა. და გაცრეცილი ლოდინის მიღმა. თუ კიდევ დუმა ლურჯი ქედები. შენი ნება მოხვალ თუ წახვალ. მე არც ერთისთვის არ მემეტები. შემოდის ადამიანები, რომლებიც მართლა არ გემეტებიან იმ დროს არც ერთისთვის, მაგრამ ხარ ამ მდგომარეობაში. და ძალიან ბევრი ესეთი ხა ყველას ვეღარ გავყვები და მე კითხვა-პასუხისძოს განვაცოთ და იწყება რაღაცა ტიპის წამოდგომის ბორძიკები, მცდელობები, კიდევ ახალი რაღაც მოფიქრება, კიდევ ჩავანა, კიდევ ახალი, კიდევ ახალი და ღმერთს მალობა რომ ის აქტივები რაც მქონდა, იმ აქტივებმა გადამარჩინა რაღაცები გამაისწრებინა და აი ღმერთის ხელი მე ყოველთვის გძნობდი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ ეგო იმდენად გაზრდილი იყო რომ აი როცა ეგო იზრდება შენ ახარ მთელი შენი დიდებულებით ღმერთის ადგილს აღარ ტოვებ. აი მაშინ მახსოვს ესეთი ლექსიც მიყვარდა რომ ნუ გეშინია ჯონი უოლკერ დღეს არ დავთვრები დღეს უნდა ერთი უნიშნელო წერტილი დავსვა. მოდით მოვზიდოთ მეგობრებო ყველა მკარტები ჩვენ ხომ ყოველთვის თამაშობდით წესების დაცვით. ბლეფია ვიცი გვატყუებენ ძვირფას უოლკერ წითელი ძაღლის ინსტინქტი მაქვს გუმანით ხვდები მთელი ცხოვრება და კარიბულ პოკერს თამაშობ რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის მესაზე სხვებმა იარონ და იდაყუზე კბენით ახსარებისთვის საყდრებია და პადრეები ჩვენ კი წავიდეთ ისე როგორც ჯელტმენებს ჩვენის პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერი თვალებში იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა და აი ამ დონეზია უკვე ეგო ასული ამ დონეზე რომ უკვე შენახარ თავარი და აი აქედან ხდება მთლიანი ყველაფრის ჩამომსხვრივა და აქვე მინდა ვახსენო როცა ის განცდა იყო ამ პრეზიდენტობის ამ ამბებში აქ შემოდის ესეთი ლექსი ცენტრალური ფიგურა მუდამ აშლილი ქონდა ფაფარი და მიყვებოდი აღმარს ჯიქურად და გწამდა მხოლოდ ერთი ზღაპარი რომ ცენტრალური იყავ ფიგურა რომ შენ ვარწკრებდი სხვები კი ღოლოს რომ დაფრინავდა შენი ურემი რომ ირეოდნენ გარშემო მხოლოდ რიგითები და უსახურები აღარ გათოვდა სევდის მისხარით შენ გრუზა იყავს სხვები წიქორა დაწყლად მიგაჩდა ცისფერი სისხლი რადგან გიდუღდა ძაღლში იქორი თუმც ყველაფერი ედღეს გათავდა ამოშრა ბოლო წვეთი ნუგეში შენ თხილად მოგწდა ხელი ქათქათა და მიგაყენა სადღაც კუთხეში შენმა მიმინო
დახარა ფრთები. არ გავხარ ყვილა არ ხას, რადგან ყოველ დღე თვალნათლი ვხვდები რომ ცენტრალური ფიგურა არ ხარ. ვეღარ უბედავ თავსაც გამხელას რომ ნისლმაშთან დგაშენი საუბრო რომ ახლა სათფო ქვია სახელა და შიგადაში ღმერთთან საუბრობ. თუ მოგენატრა სამყარო ძველი ცხაზმანებაში კიდევ აიხდე, დაგიბრუნდება სამყარო ძველი, მაგრამ უფალთან ვერ ისაუბრებ. აქ შემოდის უთავო კაცი, რომელიც აი იმ დროს ალბათ ჩემ პერსონაჟსაც განასახიერებდა გარკვეულწილად. თავი არ ქონდა, მაგრამ ყოველთვის გაქონდა თავი, რომელიც არ ქონდა. მუდამ ამაყად ეჭირა გამოსულ სადალაქოდან და მამულს ბევრჯერ შეწირა თავი, რომელიც არ ქონდა. ისე მიიჭრა მრიზანთან, როგორც მრისხანე დრაკონთან, ბურს არასოდეს ისვამდა თავზე, რომელიც არ ქონდა. ბოლოს ატირდა ოჯახი, ბოლოს ატირდაო და ბოლოს საქვეყნოთ მოეჭრა თავი, რომელიც ქონდა. ხო და შემოდის მე ეს წამოდგომის მცდელობები და ცი როგორი რაღაც შემოდის ამ მცდელობებში, უკვე წარმოუდგენელი ამას ვერ გაუძლებ. შემოდის ეს ლოთობა, რაღაცა ეს სმა, ლოთობა ეხლა ლოთი არასოდეს არ ყოფილა, სმა განუყოფელი ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების და შემოდის ესეთი რამ, რაც დასახარჯი არსებობს ხარჯო. რაც სანახავი ოთარჭილაძე არსებობს ნახეთი. დასანამ ქარიმის ინჯავს მაჯას. მიშვერილი მაგწვიმისთვის სახე. ვერ დავარბიე ჩემში ველური. კანდაშაშრული სით და მარილით. ვერ მივაჭედე სულ სახელური რომ გამოაღოს ყველა მკარივით. ყველაზე იმზე დავიგვიანე, ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი, მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობ ჩემდენს. მე ყველა სიტყვის წარმოთქვამ თანჯავს თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ და სანამ ქარიმის ინჯავს მაჯას. მიშვერილი მაგწვიმისთვის სახე. მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი. ჭადრებს გაქცევა შეეძლო თითქოს და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის. თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. შემოდის და ეს როგორი მდგომარეობა, ეს არის მდგომარეობა, როცა იწყებ რაღაცების გააზრებას. ეს არის მეორე დაბადება, საკუთარი თავის დაშლა და თლიანად ახლიდან უნდა აეწყო. არც იცი. ამ დროს ის ადამიანები, ვინც ხმათ შემოუში, მოკლედ ჩემ ცხოვრებაში ყველას თავისი DVD დისკი ქონდა რა. ამ DVD დისკს ჩართოვნე მე ამ DVD დისკს ვებძო, სინამდვილეში რატო ვებძო, ეს მთელი ამბავი რატო მოვაწყე, თავისუფლება მინდოდა, მე გადავწყვიტო რა მინდა. მე და აი ყველა მხრიდან მოკლედ აქეთ ქონდა ხმალი ამოღებული, იქით ხმალი ამოღებული. ყველას თავისი DVD დისკი ქონდა. ერთი DVD დისკი გამოგე, მეორე კი რაღაცა მდგომარეობიდან გამოგიყვანდა, მაგრამ თან თავის DVD დისკს შეაცურებდა და მე ვებძოდი ამ იმას და ბოლოს აი ამიტომ დავიწე აქაც ეს ასან გატვამ არა მიჯაჭულობას, იმიტომ ეს მიჯაჭულობა ჩემთვის იყო, აი წარმოუდგენელი, ამას ტანით გძნობდი. ტანით გძნობდი და ყოველთვის გავბოდი ამისგან რა, რომ აი როცა ცნობიერად მიჯაჭულობაზე მაქვს ლაპარაკი, რომ უკვე შენი აზრები შენ აღარ გეკუთვნის, იმიტომ რომ ადამიანები გეუბნებიან, ნახე გიღალატეს. ადამიანების მოდი შეხედე ცუდი თვალი და თუ გაგიმართლებენ, კარგები იქნებიან და კაია გაგისწორდება, მაგრამ როგორც კი შენ ადამიანებს როგორც უყურებ, ისე გექცევიან, ანუ შენ განაპირობებ ადამიანებს, შენ აპროექცირებ მათ და ისინი არიან შენ და ამიტომ შექმნი შენი სამყაროს მოდელს და გარკვეულწილად ეს ლოგიკური, მატერიალური რაღაცები მე დავიჯერე და აღმოჩნდი უწონადობაში, აღმოჩნდი მდგომარეობაში, სადაც ჩემი ინტუიცია, რომელიც ყოველთვის გზის გამკვალავი იყო, იმიტომ ფიქრი მე არ ვიცოდი და ინტუიციურად ვწყვეტდი და მეორეს მხრივ ეს დავკარგე, გამომეცალა, მეორეს მხრივ ცნობიერება უკვე ეს ლოგიკური მიწიერი აზროვნება აღარ გამომყვა და გავიჭედე შუაში და აი ღმერთს ვეხვეწებოდი, ღმერთ ოღონდ არ გავგიჟდე, იმიტომ ზღვარზე გავდიოდი მახსოვს. გავიარე ზღვარზე. იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენლად საშინელი მდგომარეობა, იმ მტერს არ უსურვებს ისეთი მდგომარეობა, როგორც იტყვიან და საკუთარი იდენტობა, ან უნდა დაიშალო ბოლომდე, რომ აი ისეთ რაღაცებზე წავიდა ეს რევიზია, შემდეგ აი როცა ეს წამოდგომის ცდილობებზე ვამბობ, დაცემის შემდეგ პერიოდზე, რომ აი მაგალითად აქ არ არის რომ მოდი ამას გადავხედავ და ამას არა. აი ყველაფერი ერთად მოდის. აი მაგალითად ძალიან დიდი დრო დაუთმე იმას, რომ ესპრესო მართლა მიყვარს თუ ფილმში მაგ ნანახი და იქ მომეწონა და ამიტომ ვსვავ და აი რა ვიცი ყოველ შემთხვევაში დღემდე უკვე ამერიკანოს ვსვავ, როცა სულ ესპრესოს ვსვამდე. მაგალითად აი ძალიან საშინელი აი ტყუილები, მე ხომ იმ დროს ტყუილის მეფე ვიყავი. ტყუილი ყველაზე ეფექტ პატარა უწყინარი ტყუილებით იყო მაშინ, ხო? ანუ დაგირეკავენ სახლიდან აი ბავშვ რაღაცა ისა საქმეზე ვარ, საქმეზე ხარ, ეხა ოჯახს ჭირდება რაღაც საქმეზე ხარ და პატარა საქმეზე ვარ, მე რევიზია რო გავაკეთე რაღაცა ისტორიას ყვებოდი და აი მართლა ვერ გავიხსენე რომელი იყო მართალი. ანუ რაღაცა ორი ვარიანტი მქონდა და ფიზიკურად ვერ გავიხსენე რა იყო სიმართლე, იქ პატარა ტყუილერია. და ეს ტყუილი, რომელმაც აი მოსდო, აი სიმსივნესავით მოკლედ აი მთელი სხეული ქონდა ამ ტყუილს მოცული. შეიძლება უწყინარს, მაგრამ აღარ უწყინარს შენ ცხოვრებასთან. სინამდვილეში ეს მთელი ამბავი რისთვის ეწყობა? არაფერი, უბრალოდ მინდოდა რომ მათქმეინეთ. გამოვხატო, რაღაცა გამოვხატო.
მოკლედ ამ მატრიცასაც რომ არ დავნებდი და მატრიცას ეს უნარი აქვს რაღაცეებს განახებს და მე რეკშთან თქავს, აი გიწოს, უნდა აგზილოს, უნდა მოგარიდოს ეს სულიერი სამყარო და უნდა იქცია ნომენკლატურა და რაღაცა გაურკვეველ პერსონაჟად, რომელსაც ეს სულიერი ამბები აღარ აქვს და მთლიანად რაღაცა მატერიალური მიმართულებით მიდის. მოკლედ და მთლიანად იშლება ყველაფერი აი ამ დროს. ღლაკ შემოდის ასევე ბესელია, მიყვარდა რადგან შეუნდეთ სოდვა და უკმართი სულის ებანი. მე ვაპატიე დიდი და ცოტა. დაუნებლიე შეცოდებანი. მაინ ჩამიქრა სულში მთიები, შემომებურა იჭვის მანტია. ის კი წავიდა ნაპატიები. და პატიება არ მაპატია. და ბევრი რაღაცის რევიზია შემოდის, მოკლედ და ჩნდება ახალი მოლოდინები. მოლოდინები არის ყველაზე დიდი. აი ჩემ ცხოვრებაში დიდი მოლოდინები არსებობდა, ყველა მიმართულები და მოლოდინემა დამანგრია მაგ დროს დამშალა. შემოდის მოლოდინები, აი მაგალითად სალომია ლომინაძეს აქვს შესანიშნავი ლექსი სამშაბათ საათში საათის 3-ზე. ჩემთან მოგიყვანს ცხოვრების ეტლი. მე სიხარულით ვიქნები სავსე და სიყვარულზე ვერაფერს გეტყვი. სამშაბათ 3-ში საათის 3-ზე მოხვალ ქურდულა და ყაჩაღურად იქვე ლოყაზე გაკოცებ წამსვე შენ დაიმორცხებ და თავს ჩაღუნავ. სამშაბათ 3-ში საათის 3-ზე ერთმანეთის რომ ვიქნებით მდომნი, ჩემთვის ამოვა სრულიად სხვა მზე, ჩემთვის წამოვა სხვაგვარი თოვლი. ხვალ ჩემი ეზოს კარებს მოვზღუბლავ და დაუყენებ პატარა სამზერს. რომ დავინახო, როგორ მოდიხარ სამშაბათ 3-ში საათის 3-ზე. შემოდის შემდეგ ასეთი ამბები ხდება მოლოდინების იქით მეორე დაბადება. სამყაროს ახლებური ხედვა. მოკლედ ეს ამას დიდი დრო დაჭირდა, ეს ყველაფერი ესე ჩამოქცეულიყო ამ მოლოდინებს მელანქოლიას ყველაფერს და შემოდის სრულიად ახალი ამბავი რა, რომელსაც ჩემი ცხოვრება მოატრიალა. და აქაც იყო რაღაცა განმაპირობებელი, იმიტომ რომ ლაშა გახარიას მქონდა ესეთი ლექსი 23-დან მუზამ ბოლომდე და მაღალატა ლექსები ვერც აქ მოვისახადე 23-ის ვიცავ პალატას 22-ს სხვაგან გამხადეს გაბურჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბურჯღით ვერ გადმომხსნიან თვით სატანები მე რა უყო თუ კი კიბომჭირს ლუცაც ხომ უნდა მისატანები უკვე ბედთანაც აღარ მიზლაობ სიკვდილ სიფათში ვენაფაზები და აი ლექსა და ონდიზმაო ამ წუთის სოფლის მეტასტაზები და ჩვენი დღეს ეგეც ვნახეთ მოგალეთ და დაგჭირდა რამდენიმე ოპერაციის გაკეთება და თვითონ ამ სიმსივნეს შემოატრიალა ჩემი ცხოვრება ანუ აი ღმერთი რო ვერ გაგებინებს ხომ ის ხო არ ჩაერევა შენ თავისუფალნებაში რაღაცა ფორმით უნდა მიგახვედროს და ღმერთს მადლობა რომ ყველაზე მსუბუქი ფორმით იყო ეს გამოხატული და რაღაცა ფორმით უნდა მიგახვედროს და მაშინ უკვე რაღაცეებს იაზრებ რაღაცეებს სხვანაირად აფასებ საერთოდ რისთვის ხარ იმის გააზრებას იწყებ და ძალიან აი ამ მეორე დაბადების შემდეგ ბევრად ნათელია საერთოდ სხვა ცხოვრება იწყება არ ვიცი იმის იქით რა ხდება მაგრამ აქ უკვე შემოდის საერთოდ რა გინდა რომელზეც პასუხი მიშაქვლიძის აქვს მე ვწერ უბრალოდ გაცვეთილ სიტყვებს მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები მე ამ სიტყვებში ჩემს ბავშვურს იყრმეს ჩემ თკვილ ბავშვობას ვიალერსები ბანალობაა ვიყოთ მართლები ვის რაც ჭირდება დამალობანა ბოლოს და ბოლოს სულ ყველაფერი რაც ზურფასია ბანალობაა ბანალურია დედის ალერსი და საქართველოს ძველი დიდება და ის ნათელი ქალის თვალებში შენს დანახვაზე რომ გაბწყინდება ისიც ძველია როგორც ახალი როგორც გამოთქმა და წერტილი და პოეზიაც მუდამ ახალი ბანალურია და გაცვეთილი როგორც ცხოვრების მოკლე ღამეში წამი დათრობა თავ დავიწყება როგორც ახლა ამ ლექსში ჩემს მიერ ამ ლექსში ახირებული აზრის მტკიცება შემოდის გივი გეგეჭკორი თავისი უნიკალური ლექსით რომ საერთოდ რა გინდა და პასუხი აქაც გივისა აქვს პასუხი აქაც გივისა აქვს და ესეთი ლექსით არის შენ მეკითხები რა გინდა რა გახარებს და გიყვარსო სულ არაფერი არ უნდა ჩემს გახარებას ზირფასო მე ამზით მინდა ვტკბებოდე ეს არის ჩემი მისია ჩემთვის მზით განათებული კედელით საკმარისია და თუ ამ კედელთან შენც მოხვალ და იქვე ჩემს გვერდით დადგები ჩემი ოცნება იქნება იოლი წარმოსადგენი და შემოდის მიშაქვლიძის აი ქალის გააზრებები ადრე თუ იყო რომ ქალი ეს ის და რაღაც მიზავახსენ და კიდე ბევრი ლექსი რაც ქალზე დაწერილა სულიად სხვა ფორმით შემოაქვს მიშას აქიჩდა აი ამ ადგილას სხვა ფეხთით ეწვა და ტანზე მხოლოდ სარიელი მზისხივი ეცვა და უგზნობელი გზნობით სავსე თანაც გრძნეული თვალის მომჭრად ლაპლაპებდა მისი სხეული ღვინის ემბაზი მარტოოდენ ფორმა და ხასი და მისი მადლით ეძლეოდა ყველაფერს აზრი შემოდის და მთელი ამბავი რაც აქ მინდა ვთქვა შემოდის ისევ მიშა
მიშას მაგალითად ჩემს ოთახს სადაც მე ვარ ახლა ქვია მიშა ქლიუძის ოთახი მიშას დიდი პორტრეტით იმიტომ რომ მიშამ ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში და მიშას შემოაქვს ესეთი რაღაც რომ ერთ-ერთ ლექსში ასე წეს ყველა ლექს ბოლომდე ვერ ვიტყვი დანარჩენს კითხვა-პასუხის დროს ისევ ლექსებით გავცემ არ ვიცი რა გვეშველება თუ არ შევიგნებთ ბოლოს რომ საქართველოს შვილები ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობთ ჩვენი პატრონი ჩვენივე ვართ არავინაა მეტი და ჩვენს ხელშია ცაფროს ხმელეთ ზურმუხტის ბედი შემოდის გიზონი შნიანიძე გათითო კაცება გვაუხერტიალებს ვიცი ამ ცხოვრების მიავან ჩავანი რაც ყოფს კი არა რაც გვაერთიანებს ესაა მთავარი თუ ასე არ ფიქრობ ძალიანაც ცდები ტყუილად გამსარჯე და ტყუილად გაისარჯე შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ და ეს უფრო თვალნათელია დღევანდელიდან ეხა დღევანდელობაზე ვსაუბრობ აი სურათი გაცილებით თვალნათელია ყველა სფეროში შემოდის გივი საოცარი პოეტი ხო გივი დაკარგული პოეტია გივი გეგეჭკორი გივის ყველა ლექსი ვერ ვიტყვი მაგრამ აი ყველას ვთქვათ რომ გივი წაიგეთ იგუგლება კიდეც მარტივად და აი დილის 10 საათი ნატურა დღისით აი წარმოუდგენელი ლექსებია ადამიანი რო იტყვის რომ აი ყველაზე ადრე ძველდება სკამი სხვა აი ესეთ რაღაცას ამბობს რომ მოწყენილია სახში ავეჯი უბრალოებით ფასდება კაცი სხვა კულტურაა სისადავეში ერთგან ამბობს ნატურა დღისით რომ შენ კი უნდა ბოლომდე მიიყვანო როლი სანამ ისე გაქრები როგორც ქრება ენის ქვეშ როგორც ვალიდოლი და ეს ნატურა დღისით არის უნიკალური ლექსი ხა ბოლომდე ვეტყვი ეს არის როგორ შეუმჩნეველი როგორ რჩები ნატურა დღისით როგორ ხარ ამ მატრიცაში ასე ვთქვათ რაც ვახსენებ ხო და რაც თავარია ვაჟაფშაველა აი ახლა ვისაუბროთ იმას რას არ დავნებდი და რატომ არ უნდა დავნებდი არ დავნებდი მატრიცას თუმცა კი მიწოდა საკმარისი იყო აი ჰომარკეზეც ყოფილი პროგრამა გაჩეს საკმარისი იყო ჩემი ერთი გადაწყვეტილება და ეს ძალიან ინტიმური საკითხი ახლა ასეც ვსაუბრობ და აი ის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მე მახსოვს უბრალოდ ერთი დიდი ტყუილი უნდა მეთქვა არც პროგრამა ყველაფერი დაალაგდებოდა იმიტომ რომ იქ იყვნენ მოტორები რომელ მოტორსაც სხვა კუთხით ადამიანური რესურსის სახით უნდა ემუშავა და იცი იმ დროს ჩემი ცნობიერება ამისთვის მზად არ იყო და არ მოვიტყვი აი მაშინ მახსოვსო პირველად არ მოვიტყვი იმიტომ რომ სულ მქონდა განცდა რომ შეიძლება ყველაფერი მქონდეს ის თვითფრინავიც ისიც მაგრამ მე ჩემ თავს რა უყო აი ხარ მორალური კომპრომისზე უნდა წავსულიყავი რა მოკლედ რო ვთქვა და მე მახსოვს და აი რას არ უნდა დავნებდით მატრიცის დანება და რატო არ უნდა დავნებდით თუ რასაც არ უნდა დანებდე ეს ერთადერთი ეს არის ჭაობი იმიტომ უბრალოდ შტანთქავს და მისი დანებება წარმოუდგენელია იმიტომ ჩვენ გვარშემო ადამიანები დადიან და აი თვალებში შეხედავ და არაფერი არ ხდება არის ყოველდღიურ და აი არაფერი არ ხდება და არასდროს არ მინდოდა ამათ ქცეულიყავი მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტე იმიტომ ჩემი ინტუიცია მართავს ჩემ ამბებს მე რაც უნდა ვიფიქრო აი ქვემოდან რაღაც მოდის და თავარია მქონდეს მასთან კავშირი ხშირად აი ამ მატრიცის დროს ეს კავშირი დამიბინძურდა და აღარ მქონდა მე ეს კავშირი. თუმცა მაინც რაღაც აი ღვთის ხელი რო იტყვიან, აი წყალობა, რომ შენ კი არ იმსახურებ, რამე შენ რას იმსახურებ, არავინ არ ახარ, საკუთარ ჯანმრთელობასაც ვერ აკონტროლებ, საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებ, საკუთარ ფიქრებს ვერ აკონტროლებ, საერთოდ ვინ ახარ და აი ბოლოს მაგრად რო გამიჭირდა, აი ძალიან ხო ვიხოხიალე და აი რო გამიჭირდა ერთხელ მახსოვსო დავეცი და მეთქი იყავნება შენი. ოღონდ ეს ისე კი არ უნდა თქვა რომ აი მანამდე იყო ეს იყავნება შენი რომ მოვიდა ეს ჩემნებას დაამთხვია ღმერთო რა ეს იყავნება შენი მაგრამ ასე რა აი პატარა მითითებებს ვაძლევდი და აი ბოლოს ვთქვი აი აღარაფერი აღარ მაინტერესებს. წარმოიდგინე გვალები იქის და აი საერთოდ არ ვიცი რომ იყავნება შენი და იწყებს ყველაფერი დაალაგებას. საოცრად იწყებს ყველაფერი დაალაგებას. და მოდი ღმერთო აი დღემდე მაგას ვშლობ რომ მოდი არ გავეკიდები აი იყავნება შენი მე გამტარი ვიქნები რა მე გამტარი ვიქნები ოღონდ რაღაცა ფორმით მომეცი ძალა რომ არ გადავარდე მე ხა არც იმას აქში რა რელიგიურ ფანატიზმში ან რაღაცა თავმდაბლობის ხიბლი ეგ ყველაზე საშიში ხიბლია ბატონო ჩემო და რო ტკბები აი შენზე თავმდაბალი ხო არ მე შეგაიძვერა მე უფრო თავმდაბალი ხო და საფრთხე მახე ყველგან არის მახე არის აი ის მაგრამ ყველაზე დიდი ამბავი ამ პარტავნება ღმერთს მადლობა რომ ძალიან სუბუქი დოზებით მქონდა აი პოეზიამ გამომიყვანა გადამარჩინა მაგისგან ამ პარტავნება აი არ გაგიშვებს რა აი წარმოუდგენელი ამბავია პოეზიამ და საკუთარი თავის დაცინვა ასე ვთქვათ და ეს შემოდის იყავნება შენი ეს უნდა გაატარო
ეს უნდა გაატარო და გისწავლო ამის გატარების კულტურა. მობრუნდე და მე აღმოაჩე რომ თურაშაულის პატრონი მთაში ეძებდა პანდასო. აღმოაჩე მე იგებ რატოა რელიგიაში. აი რაც არ მესმოდა ხაში ვჭამოთ თემაში, მე იგებ თურმე რატოა ის მარხვა, რატოა ლოცვა. ის ლოცვაც რა უნდა წაიკითხე, ხა წაიკითხე და იკითხე რამდენიც გიდა თუ გულში არ გაატარე. ზიარების საიდუმლო რა არის და აი იგებ რომ ყველაფერი გაქვს მოცემული. სადაზდე რა ინდოეთში გადაიხვეწე და სადიქ წამოხვედი და სადაც წამოხვედი აგერ მოდი ნახე. ოღონდ მართლა დაინახე ის რაც ხდება და აი სუმა კავშირი რომ ეს არ არის სამაი როგორც მე რა მამარდაშვილი ამბობს რაღაცას რომ მიხვდები და აი სულ მდგომარეობას დაიჭერ ეს სიხშირია, ეს არ არის მდგომარეობა რომ სულ იქნება. მე ხო უკვე მივხვდი ლევან და მოდი კარგად ნახვამდის ეს სუა. არა, ისე ბალტივად დაკარგავ და ისე აღმოჩნდები, ისე მწუმპეში როგორც დაგიბარებია. ძალისხმევა დროში. რომ შენ აი ყოველდღე ნაბიჯი გადადგა, არ მოწყდე მთავარს, არ მოწყდე. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მეძია და შოთაუსი სუმიკვიდა რომ თუ თავი შენ გახლავს სკოლაში ღარიბად არ იხსენები და საერთოდ არ მესმოდა ეგ ფრაზა, აი სანამ არ დავკარგი თავი. და აი მე მივხვდი თუ თავი შენ გახლავს, აი რამხელა სიტყვებია, აი ეს თუ შიგნით არ გაატარე ვერ გაიგებ და აი ვაჟა ამ არდანებებაზე, აი მატრიცა როგორ შთანთქავს. ძალიან კარგად ამბობს ბახტრიოში, მკვდარია, უგრძნობი კაცი. უსაზარლესი მკვდარზე და მით რომ ეს სიცოცხლე უდგა სალისყინულის ტახტზე და არ ებრალება მოყვასი მის წინ რომაცვან ჯვარზე და შორს არის მეტად შორს არის დაშორებული მასზე და ჭაობში არის ჩაფლული ვიცნობ მოწამლულს ხმაზე და საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზე და მატრიცა გზნობებს წაგართმევს. შენ მარკეტინგი მოგცემთ, აი შენი გზნობა მანქანა, ეს არის შენი გზნობები. აი ეს ლამაზი გოგოა, დიდი ტუჩებით გაბერილი და ეს არის შენი. მორჩა. მატრიცა შენ არაფერს არ დაგიტოვებს და საზარელია დადგომა უგზნობელობის გზაზე და აი ბოლო პერიოდში სულ ახალი ამბავია, ის ქალის მიმართ, სიყვარულის მიმართ, ესეც ტრანსფორმირებადია რა და აი შემოდის მე ამის მერე რა ხდება ახლა და შემოდის ვასილ ბესელია. შენ დავიწყებულ ზამთრის ტყუებში. დაეძებ ფერს და დაკარგულ ბგერებს და ჩემს უხსოვარ სიმარტოვეში. აი გამოჩნდი დიდი ხნის მერე მწარი მორწმუნის ჯაფით და გარჯით გავედრებ ჩემი ცხოვრების დომხალს. მე ისევ იქ ვარ, იმ საზღვრის იქით. კაციც რომ ხარ და ფრინველიც რომ ხარ. მე მოგანატრებ გასაფრენ სივრცეს და ჟრუანტელით გაკვამულ ბუხარს. რომ თუ ხარ ქალი, ფრინველად იქცე. რომ ქალად იქცე, ფრინველი თუ ხარ. და როცა ორ სამყაროში შენ გიწევს ცხოვრება, ხო? შესაბამისად მე ვინც შენ გვედი ისიც ორ სამყაროში უნდა იყოს, ხო? და ანუ ეს ორ სამყაროში ცხოვრება წარმოუდგენლად რთული ამბავია, იმიტომ რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა არ უნდა დატოვო მატრიცა, ეხლა მე გავსხიოსდი და ჩავიკეტე, განდეგილი გვაქვს რა ხდება. და მეორეს მხრივ უნდა შეინარჩუნო ეს ბალანსი, იდეალური ბალანსი, რომ შენ მატრიცაში შენი საქმეები აკეთე, მაგრამ ეს არ დაკარგო და იყავი ორ სამყაროში, იყავი კაციც და იყავი ფრინველიც. ეს არის მთავარი ამბავი, ეს არის ჰარმონია და ეს არის როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა ღმერთთან მისთვის ლაპარაკობ, რომ წარუძღვეწინა ის ეხა ის მამა იყო და სხვა კონტექსტი და ლაპარაკობდა, მაგრამ ამას თუ მარტივად ჩამოვიტანთ, შენ თუნდაც პატარა ელემენტარული რაღაცები აქ უნდა ყო. აი ტყუილის თემაზე მე იმ დონეზე დავედი, რომ აი დღეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ აი ძალიან პატარა რაღაცებზეც ვფიქრობ, აი ძალიან პატარა რაღაცებს, თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი, იმიტომ ტყუილი შემოდის უმნიშვნელოთი და ყველაზე საშინელი ამბავია. აი ამ თელო რომ ტრიალში მე მადლობა მინდა გადავხადო ეკას რომელმაც ამ ამბავში ჩემ სამშვილს მიხედა. ჩემ სამშვილს მიხედა ამ ყველაფერს, აი ამ ყველაფერს გაუძლო, გაატარა, ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. იმის მიუხედავად რომ ცნობიერების დონეზე, რაღაცების დონეზე რაღაცები ისე არ დაალაგდა ჩვენ ცხოვრებაში, ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ პრინციპში ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც აი ყველაფრის მიღმა უანგაროდ არ ვიცი, დიდი ღირსებით აკეთე ეს ყველაფერი. ეს წარმოუდგენელი ამბავია ამ გადმოსახედიდან რა და შემდეგ უკვე შემოდის აი ახლა ბოლოს დასასრულისკენ მიმყავს ალბათ დავასრულებ 5 წუთში ძიახე თაგურის ლექსი. და ეს არის ცნობიერების სამი ეტაპი რა, რაღაცა როგორც ვთქვით ის ეგო, როგორც შენ ყველაფერი იცი, ეჭვი შეტანა, რომ აქ რაღაც სხვანაირი ხდება და მე დანახვა იმ რეალობის რაც არის და მზია ძალიან კარგად აკეთებს ამას. აღმართ დავეძებდი მე ციხუნეს. და აღმართებით რემლად ჩამომიგორდა,
მაგრამ მაინც ხომ ვიცხოვრე ისე როგორც მინდოდა. სულ არაფრის თურმე მწოდნე, ბედს ვეძებდი კი სხვაგან მიფქროდა, მაგრამ მაინც ხომ ვიცხოვრე ისე როგორც მინდოდა. ზღაპრულ დევებს გველეშაპებს შევებძოლე, ქარებს დაახვდი ფაფარაყრილ მინდორთა. ახლა ვფიქრობ, ნეტა მართლა თუ ვიცხოვრე ისე როგორც მინდოდა, რა ვიცოდი თუ სამყარო ასე ყრუა, რა ვიცოდი დრო თუ ასე სწრაფად მიქროდა, მე ვინ მომცა არის ბედიანის ჭკუა, რომ ეცხოვრა ისე როგორც მინდოდა. და შემოდის დღეს რა ხდება, ხვალ რა იქნება, აი სულ ბოლო აი დღევანდელ ემოციას გეტყვით. ეს ემოცია სულ იყო, ეს ემოცია დღევანდელი არ არის. აი ამ 7 ეტაპზე რაც მე მოვყევი თავის ეგოიან, დაცემიან, გამოსვლიან, წამოდგომის ცდილობებია ხო ეს 7 ეტაპი ძალიან თვალსაჩინო ეტაპები იყო. ამ ეტაპებში სულ იყო, აი გარდამტეხ მომენტებში სულ იყო ეს ლექსი. აი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის დროს, თუ ბავშვობას გამოვაკლებთ, სულ იყო ეს ლექსი. ოთარ ჭილაძე. ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ. ვაზროვნებ სანამდე მკლავშია ცხონე მაქვს. რამდენი ხანია. ყოველ დღე, ყოველ წუთს ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, თადარიგს თავი ვერ გავართვე, შაქარ ყინულივი თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბოდა სიმწიფის ლაზათი. ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე, ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი, ვერ გადავაქციე ცხოვრება და სიცოცხლე და მზის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი. გადიან წლები და მგონია ვბერდები. გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ, აუხდენელი ჩემი იმედები. და ისევ ლოდინი, და ისევ მზადება. დაგული ცივდება ჩამქრალი საკირე, სიცოცხლე თავდება. მე ისევ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ. მადლობა ყველას. მე მგონი დროშიც ჩავეტიე, ხო? სანამ შევისვენ იდეა მაქვს რომ ჯერ შევისვენ ეს მას კეცი დავაგემოვნო და მე დავსვათ შეკითხები რომ ჩვენ ოვასო გააზრება უბრალოდ ერთადერთი ესეთი აზრი გამიჩნდა ალბათ თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ ამას შეიძლება დაეთანხმოთ მაგრამ მოკლედ რამდენიმე საუკუნის წინ დაწერა ერთმა ესპანელმა გენიოსმა გენიალური წიგნი დონ კიხოტი, რომელიც ესე იწყება თუ გახსოვთ რომ ეს კეთილშობილი იდალგო კითხულობს სარაინდო წიგნებს და მიხვდება რომ რაინდები აღარ არსებობენ მისი ირგვლივ და გადაწყვეტს რომ თვითონ გახდეს რაინდი. აი სარაინდო წიგნები და როგორ ხდება რაინდი იდალგო და ქარის სისხლები არ მაკლდა იცოცხლე. სწორედ ეს არის დონ კიხოტობა ნეგატიური კონტექსტით რა თქმა უნდა არ არის ნათქვამი. ეს არის უკიდურესი იდეალიზმი, რომელიც რაღაც მომენტში აი ამ მატრიცას, დონ კიხოტის მატრიცას ებრძვის, იმიტომ რომ მისი ირგვლივ რეალობაც არის ამ რეალობის აღიარებას და მიღებას ისეთად არ აპირებს და ამ დროს რომ მე ჩემ რეალობას ვხედავ, მე ჩემ დულსიმიას ვხედავ, ლევანი თავის დულსიმიას ეძებდა და ხედავდა და მახსოვს რომ ეს ლევანის კრიზისის დროს ერთ-ერთი ძალიან კრიზისული სიტუაცია ჰქონდა და ავედი მასთან აგარაკზე რაღაცას ვლაპარაკობთ და თავის ამდენს და ესეთი რაღაც ვკითხე რომ ლევან რა გინდა მეთქი ცხოვრებაში თუ მიფიქრი აი ბოლო რა გინდა რომ თქვა ორ წინადადებაში ხო და მინდა რომ ქონდეს პატარა ქოხიო სადაც ჩემ შეყვარებულს ლექსებს წავუკითხოთ არ მახსოვს ეგამე არა ეგ იყო მიშაკლივი ისე ეგ იყო გივიგე გეჭკორო სულ ჩემთვის ზიდგანათებული კედელით საკმარისი იდეაში ადამიანს მეტი არაფერი არ უნდა ადამიანს არ უნდა მეტი აი ამ იმაზე ვიხსენებდი ფლირტის ამბებში ეხლა დასაწყისში რო ხარ ხო უნდა გაყიდო ეს საკუთარი და ისეთი ხარ ისეთი მაქსიმალურად შენს იმას წარმოაჩენ რაც არის და რაც არ არის და დრო გადის აუ ვინ დაწერა არ მახსოვს მაგრამ აი შუახის რომ დაიღალა რა ყველაფერი და აი შეხვდა ნახა დაინახა და აუგე ის აღარ აინტერესებს ესეთ რაღაცას წეს რა რომ ქალი შესავით აღუძველი მადის
არ შემხვედრია დღემდე. მოისხი მადლი შუახნის კაცის. მენდე. დაუდა. აი ხა მე შადრაგდიო მე. მაგაში ვიცი მე და ეს მომძავ. ვენდესტივა. და ის მიხაილ კულივიძის ის მაგარია ის უამინდობის ბოლი ესე პატარა სტრიქოში ამ ხელ აზრი ჩადო არ ვიცი რა. ის გავა და ვერ გამოკავა. შუახნის მამაკაცობის საკითხს წამოუჭრით ეს. გურავიშანა. პაპას რეჟიმში გადავიდეს მეგონი აჯობებს და მეორე მიკროფონს მოვიდა. როცა ახლა შეგითხოს მიკროფონში დავუსვათ რომ ჩაიწეროს ეს ყველაფერი ვიდეოში. ის აქვს სურვილი რომ მიცეს საშუალება ლევანს რომ ლექსით გიპასუხოს. ვიცი, რამდენად თავის ლექს. დაასახელებ. კი ბატონო, მე ვარ მედიანა დირაძე. პირველად უესწრები თქვენს გამოსვლას აღფრთოვანებული ვარ და მიხარია რომ გაგიცანით. ზოგადად ამ ციკლს ქვია კინაღამ დავნებდი, ხო და დღევანდელი თქვენი გამოსვლაც იყო ძირითადად თქვენი ძალიან საინტერესო ცხოვრების ეტაპები, სხვადასხვა ეტაპი. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. არ დანებება პირდაპირ ნიშნავს ბრძოლას, ხო? მთელი, ანუ სულ ვიბრძვით ადამიანები, არ უნებდებით, ესე იგი ვიბრძვით. ამ გადმოსახედიდან, ამ ურთულესი გზის გავლის შემდეგ, თუ გაქვთ თქვენ პირადად მომენტი, რომ სადღაც ჯობდა რაღაც მომენტში დანებებულიყავით, აი თუნდაც რაღაც კონკრეტულ საკითხში, აი ძალიან საინტერესო იქნება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის მოსმენა, რაც ხორებაც თქვენ გაიარეთ და აი თქვენ თუ გქონიათ ეს მომენტი, რომ აი იქ უნდა დავნებებულიყავი, ალბათ ესე აჯობებდა. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პასუხი პროზაულად ან პოეტურად. კარგი. ძალიან საინტერესო კითხვა ამედია, მეც პირველად ვესწრები ჩემს უნდა გითხრა. ხო და აი ნახე როგორი თემა წავი. პირველი არ არის ბრძოლა, არ დანებება ბრძოლა არ არის. და რატო არ არის ბრძოლა გეტყვი, იმიტომ რომ რასაც უკვეთავ ტვინს ესე მიდის, ცხოვრება ბრძოლას ბრძოლაში იქნება. ცხოვრება ის არის, ანუ არ მინდა მე ეს ბრძოლა არასოდეს არ მდომებია. სინამდვილეში ბევრი რაღაციდან გავბოდი რა, როგორც კი გძნობდი ჩემს მიჯაჭულობას, ან საყდენი წერტილის გამოცვლას, აი წეგანო ამბობდი რომ კარატის მასწავლებლად მხოლოდ 2 ილეთი მასწავლა თქო, დაყვირება და გაქცევა. და დავიყვირებდი, გავბოდი მოკლედ ამ ამბებიდან რა და ერთი რა არის, იცი რომ ბევრ ამას დავნებდი სინამდვილეში, მაგრამ რასაც არ დავნებდი, ეს იყო აი ამ ემოციის, ეხლა რასაც უყურებდით, ამის დაკარგვას. ყველა ეტაპზე და ყველა დროში. და ყველაფერი ამას მოითხოვდა რა, ის გამგეობაც, ის მაგაც, ის ასვლაც, ის და ყველაფერი მოითხოვდა ამას, რომ ჩემში ეს ემოცია, ეს ღვთაებრივი, ეს პატარა ბავშვი, აი უწყინარი, აი როგორი ბავშვიცი, აი არმაზთან პირველად რო ვიყავი და სტრასბურგში წამოყვანე, დავაგვიანე. და ყველა მემელოდებოდა და არმაზმა საყვედური მომცა, რომ ყველა გელოდებით და ახლა ის საშვი დამჭა ევროსაბჭოში არა და ვისვლა მინდა, რომ პოლიტოლოგი ვარ, ევროპის საბჭო და ავიღე საშვი ჩამოვედი ვიღაც XP-აზეა მიყუდებული ქართულად ლაპარაკობს ტელეფონზე. ჩვენი კონსული ყოფილა, მე რა ვიცოდი, მივედი, სტუდენტი ბიჭო, ძმურად მე ვთქვა, ერთი ევროსაბჭონე გამაქციე რა, რაღაც თავჯეკი. აქ რა გინდაო რომ შემოხვდა? ამ ძმაკაცი გაიჩიტა მანქანა და მომიყვანა მეთქი და იჩიტა. ანუ ეს ბავშვი ემოციურად ვერ ხვდებოდი, ეხა ის კონსული რა არის, მე მინდა რაღაცა და აი ამ ბავშვის დაკარგვისკენ მიდიოდა ყველაფერი, რომ ეს ბავშვი უნდა შეეჭამათ. აი ერთგან არის ვიღაც ლექსია და ჩემში მუდამ იცხოვებს ბავშვი, რომელიც არ მიმატოვებს. და თუ შენში ეს ბავშვი ვერ აცხოვრე და ამ ბავშვის წართმევა და ბავშვის მოკლა ყველას უნდა რა, ყველამ უნდა მოკლას, იმიტომ რომ ხელი შემშლელია გარემო პირობებისთვის. მათ შორის ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის. ერთადერთი არ ვიცი ჩემ ცხოვრებაში მართლა დედას ესმის ეს. ბავშვმა დედაც კი ვერ აცნობიერებს. აი დედასაც მე უნდადი პარლამენტარი რაღაცა ისა და სულ ეუნებდა ძალიან კი და იმიტოა რა არ გავხდე რა პარლამენტარი ხა დამკიდე გალსტუკი და მატარი წინ დავყო ხო შევიშალე ჭვიდან რა. არა კაცო ის მინდოდა მხოლოდ ერთადერთი რამის გამო. მართლა გულწრფელად გზაც მონახე რომ ლინკოლნის მაგიდაზე ხაშლამა მოგვეხარშა ერთი მაგრამ აგვეციოკები და იქავა და მე გადამდგარიყავი. ანუ ეს გადადგომაც რა იყო მიზანი რომ ადამიანებისთვის დამენახა რომ არაფერია
არაფერია ეს მატრიცა. აი ყვალის გამგეობის თანამშრომელი ვარ, აგერ ვიყავი ამ სიმაღლეზე. პირობითად, ანუ მთელი ცხოვრება სინამდვილეში ხო ის იყო, მაგრამ ეგ რატომ მოვიყვანე თვითონ მოხაზათკო გზა. მაგრამ მთელი ცხოვრება ზუსტად ეგ იყო, რომ და ბოლოს მაგასაც შევეშვი, რომ ადამიანებს თუ მზად არ ახარ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგანახებს, ჩემ მაგალითზე ვამბობ. მე ვისთვისაც მზად არ ვიყავი, წინ მედო ყველაფერი. დღეს ნიშნები ყველგან არის. თავარი ამ ნიშნების წაკითხვა ისწავლო. აი ნებისმიერ ადგილას ნიშანია. უბრალოდ ამის წაკითხვა უნდა ისწავლო. ახლა ვიხსენებდი და იცით როგორი რაღაც არის, რას ნებდები, მანდ არის და ერთი ესეთი ლექსი გამახსენდა თუ გავიხსენე მაგ ლექსს და აუცილებლად ვიტყვი ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი და ძალიან კარგი დასასრულიც ჰქონდა. გავიხსენე მაგ ლექსს და აუცილებლად ვიტყვი. მაგრამ ეგ არის აი ბავშვის ცხოვრება შენში. მაგას არ იქ ბავშვი არ უნდა დათმო მოკლედ რა. როგორც კი მაგ ბავშვს თმობ, შენარჩუნება ბავშვის. ხო, ბავშვი შენარჩუნება. ეგ ბავშვობა იყო წარმატების გარანტია. ეს ბავშვობა დაიკარგა რაღაცები ჩამოიშალა. არა, კი არა დაიკარგა. ნახეთ, მან მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, მე გაგვიდო ახსენე. ნახეთ, ადამიანები, მათ შორის ეს ადამიანები, კაცო, ვინც ღრმად შემოდის, კარგი უნდა, განაცუდი უნდა და ხედავს, რომ შენ ეხა იმისთვის შენ ინფანტილური ხარ, რა, შენ ეხა ზეცაში სადღაც მოძრაობ და რაღაცა და უნდა რომ აი გაგამიწიეროს რა, ეს მესიანისტური იდეით არის შენს მიმართ და ამიტომ განახებს, რომ ესე კი არ არის, ესე აი ადამიანები ესეთები არიან და მისთვის შეიძლება ლოგიკურად, ანუ მისი ტვინისთვის ეს მიღწევადია და ასე ცხოვრობს, მაგრამ ეს ჩემთვის უცხოა. შესაბამისად, შენ როგორც კი იწყებ უცხო სხეულით ცხოვრებას, შენ კარგავ ძველს, და მე მქონდა საოცარი ინტუიცია. აი, ყველაზე არალოგიკური ნაბიჯებით ვიღებდი ყველაზე ლოგიკურ ამბებს. აი, ჩემ მეგობრებმა ყველა მიცის, რომ აი წარმოუდგენელ რაღაცებს ვაკეთებდი. აი, მოდიოდნენ ვიღაცას ბძენი ვეგონეს რჩევებზე, იმაზე. ახლა ტელევიზიების გაერთიანება ქონდა 9-ჯერ დავშალა, 9-ჯერ ავაწყე ის ხალხი, ზოგი იმისის იყო, ზოგი ამისის იყო და რაღაცებს დათვლიდნენ. მე ყველაფერს პირდაპირ ღიად ვაკეთებდი. რასაც ესე ამბობდნენ, რომ ბიჭო, ეს ეხა ღიად ხო არ გვეტყვის. ესე იგი ამან რაღაცა ჩაიფიქრა, მიუვლდნენ, მოუვლდნენ. მე მაინც ღიად მივდიოდი და ეს ინტუიცია ყველა, მაგრამ ეს უნდა დაკარგო. ეს უნდა დაიმსხვრეს. ის ბავშვი მაინც სადღაც კვდება. ეს თუ არ მოკალი, შანსი არ არის ვერ დაიბადება. იქ ყველაფერი კვდება. და მაგიტო ვთქვი, რომ უწონადობაში რჩები რა, აი აბსოლუტურ უწონად, აი მაშინ მე მახსოვს ადრე დავწერე, იმიტომ მე მქონდა წინადგზნობები, მე რაღაცას ხო განიცდი და ის რაღაცა მე ცხოვრების ეტაპზე დგება, როგორც იმ ავადმყოფობაზე ვთქვი, როდის ის ლექსი და მე როდის ახდა. მე დავწერე ასეთი ლექსი, ყველაზე დიდი უბედურება თუ იცი ძმაო რა არის ქვეყნად. როცა შეამჩნევს სულს უძლურებას, დაირგვლივ საშველს ვერსად ვერ ხედავ. როცა აღარ გწამს არც ერთი ღმერთის. მაინც სულ ყველას ეპოტინები, როცა არ გინდა სიცოცხლე მეტი და სიკვდილთანაც ვერ არიგდები, როცა დაკარგეს საგნემა ფასი და შენ კი დგახარ მარტო ეული, როცა შენ სირგლივ არ არის ხალხი, მხოლოდ ბობღავის ჟინმორეული და როცა შენი ამაყის სული მათი სიმდაბლით კვლავ აღშფოთდება, მიდი იბრძოლე გეძახის გული და შენ კი ხედავ სლულ უძლურებას. ეს იყო უბედურების ჩემეული განმარტება და ეგ დამემართა მე რა. ხო და აი მაგას არ უნდა დანებდე, რომ როცა იბადები ის ბავშვი უნდა გადაარჩინო. ის რაღაცები უნდა მოკლა ყველაფერი, თუმცა ის ბავშვი ხელახლა უნდა დაბადო, აი პირველ საწყისთან უნდა დაბადო. თორე ხა დედაზე მეტად ვის უყარ ხარ, ხო? მაგრამ იმ დედასაც კარგი რომ უნდა ის ვერც ხვდება, ის შენ გიშლებს რომ გაიარო რა, რაღაცა. ეს არის უძღე, აი ჩვეულებრივი მოგზაურობაა, რომ აი უძღები შვილისი გავია, რომ მიდიხარ და მე რო შემოდიხარ მართლა თუ განცდა არა გაქვს არაფერს ღირსი არ ახარ, მართლა ხო არ ხდება ესე რა, დაბრუნება მე სხვანაირად ხდება და მთელი ცხოვრება, ყველა ცხოვრება თქვენი ცხოვრება ეს არის. უბრალოდ ვიღაცები რაღაც ეტაპზე ჩერდებიან, ამთავრებენ. აი რატო იყო ყველაზე დიდი ბოროტება საბჭოთა კავშირში? არა იმიტომ რომ ხალხი დახვრიტა მაგის გამო, არა. ბოროტება თვითონ სისტემა იმიტომ იყო რომ ამის საშუალებას არ გაძლევდა, ყველაფერი მოცემული ქონდა. ყველაფერი მოგცა შენ A წერტილიდან B წერტილამდე. შენ ვასილი ჩირო ხარ, უკვე კაი კაცი ხარ, კაცო გამგეობის თავმჯდომარე ისო ხარ, რაიკომის დივანი თორე. აპრიორი შენ შიგნით რა ხდება ვის აინტერესებს ახლა 7 წელია სიცარიელეში ვარო ცისფერთებში რაში ხარ სიცარი ძალიან კარგი всё მორჩავ всё არ აინტერესებს მატრიცას. ხო და აი მაგას არ უნდა დანებდე და ეს მატრიცა არსად არ წასულა ეს დღევანდელობაში აგერ ხედავთ თვალნათლი თვალწინ ხედავთ ხო ადამიანებს უყურებთ ჩვენ სისტემას უყურებთ აი მოყოლებული აი ამ ამბავს უყურებთ რა რაც ხდება იმ ველზე და აბა კაი ბიჭი ხარ და შედი რა ავიცი ბევრი შესულა მესიანისტური იდეით რა ხო თუმცა ავიცი მაგის გარეშეც არ გამოდის
გაიხარ. რამდენად შევძელი მიპასუხა? ლექს მოვაყოლებ კიდე, ლექსებს მოვაყოლებ. ლექსებს ის ლექსი გამახსენდება, რაც მინდოდა მე თქვა. კაი, ვალია იყო. ის კითხვას დავსვა და გავალ. მე თქვი შენდობის მოთხი თხოვნით ღამის თემა მაქვს, კითხვას დავსვა, მოგისმე და მე დაგემშვიდობებ. გაიხარ. ნიკოლოზ როინიშვილი ვარ და აი ბავშვ პირველი ბავშვი შეგეძინათ. მაგ ემოციაზე გითხარით და ლექსათა. მარიამი რო შემეძინა. მარიამი რო შემეძინა. რაღაცა ისეთი დრო იყო მაშინ. აი ის გამგეობის ხო თქვი რა დროც იყო რა და მარიამი რო შემეძინა მაშინ რაღაც ესეთი პაპსა სიმღერა იყო, სულ იმას ვღეროდი მახსოვს. მარიამზე დავარქმევ ჩემს გოგოს სახელად. ეკნება მას შავი თვალი. ხშირად ვისეირებ ქუჩაში ერთად ხშირად გახორავენ ქალები, შავი თმები და შავი თვალები. ჩემს ლამაზ მარიამს აქვსო. ჭორსაც გაურევენ ჭორიკანა ქალები. მამა შემოქმედი ყავსო თუ რაღაც ეგეთი ისახონდა. არა, მამა ჟურნალისტი ყავსო, მაშინ უკვე ჟურნალისტი ვიყავ. მამა ჟურნალისტი ყავსო. ხო და მარიამზე ხო, მარიამზე შემეძინა. მახსოვს მანქანის სახურავზე ვსვავდით, რამდენი დღე აღარ მახსოვს რა შეიძლება. დიდი მადლობა ყველაფრის და მშვენიერი ლექციისთვის. მადლობა მამა. მედენიერად. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ესეთი რაღაცა არ მომისმენია. არ ვარ მნახველი, ძალიან დიდი მადლობა ამ საღამოსთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის იყო, რომ ამ ყველაფერს გავყვებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვნად ეს სულიერი ხაზი რა, აი ჭეშმარიტებასთან რომ მიდიხარ და მთავარ რაღაცას რო გაცნობიერებინებს ცხოვრებაში, რა არის ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი და იმას რო არ კარგავ. მანამდე რომ ვერაცნობიერებ, ან როგორც იყო იქ ლექსში ან მრავალ ღმერთს ცემ თაყვანს, მაგრამ რეალურად მე საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა ყალიბდება. ეს მომენტი ჩემთვის იყო ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე ამან რა, რომ ადამიანი არ იკარგება ამ სამყაროში და რაღაცნაირად ღვთის საყვარელი შვილია ნებისმიერი კაცი და ადამიანი და ამას რო ხვდება კაცი და ამას რო აცნობიერებს და იმასთან ასე ვთქვათ ის საუბარი რო შეუძლია, რადგან იქ ლექსშიც იყო ნათქვამი, მე მგონი ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს მინდოდა მეთქვა. აი მაგაში აი ბატონი მერაბის მე შემთხვევით არა მოვედი უბრალოდ დავაგვიანე და დავისწავლე ბატონი მერაბის ლექციას, მერაბონიანის ლექციას ქალის არქეტიპებზე და ჩემს ბარბარეზე არმას მართლულია ეს საოცარი ფენომენი ყავს. აქ არტემიდას არქეტიპი მოყვა და უყურებ აი გადაადგილების დონეზე ჩემს შვილს აღწერს რა. იმდენად ისეთი იყო. მადლობა პირიქით თქვენ, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვნახე რა და მაგაში გეთახმებით ნამდვილად გეთახმებით რომ აი იმას თუ ხელი გაუშვი, სულ მქონდა ეს განცდა. მე არაფერი არაფრად არ ღირს. არაფერი, გინდა რამდენიც გინდა გქონდეს. რაც გინდა გქონდეს, აი არაფერი რაღაც დონეზე მე მაგას შევერხე. მქონდა პერიოდი, როცა გამომიცალა ეს ყველაფერი. აი ძალიან პატარა პერიოდი მქონდა და ის პერიოდი იყო, რომ ღმერთო არ გავუშვით. მე ყველაზე ცუდად გასახსენებელი პერიოდი იყო რა, რომ განან უმნიშვნელობა ან არავინ აი ეგ იყო ისე რუსთაველი თუ თავი თავს როკა თუ თავი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენებიო, მაშინ მიხვდი ეგ რას ნიშნავდა და არ მივათ ავიცი ესე არ ყოფილიყო ხშირად ვამბობ, მაგრამ ესე რო არ ყოფილიყო, არ ვიცი, ხანად ვერ იქნებოდა ალბათ ვერ იქნებოდა. გაიხარეთ, მადლობა ბატონო მე. ეხა იმაზე გამახსენდა რაც თქვენ დანეთი. რას როგორ არ დავნებებულა, რაც მე დავნებებულა ის ლექსი გამახსენდა, რომ აი ნიშნიანზე ძალიან იმათ აღწერს რა, რომ აი ეს წერა რომ მოვყევი ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს. აი ამ ლექსის გააზრება სტრუქტურულად კიდე სხვა დონეზეა რომ ამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე 1 აპრილს კიდევ წამიკიდებდეს, მასულელებდეს, მიბნედეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება გოშიასავით ატეხდეს წყავს. ჩემი ლომოვი ამ პარწავნება არ დავიწყვნდი გითხრათ სიმართლე არა და არ დავიწყვნდი, ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს, თავ დავიწყებით გახელებამდის, ოღონდაც ღმერთო გარდასულ ყმობის. ისევ მარგუნე უცხოთ რიაქი ის ღვთაებრივი მაცდური თრობა შიში ცახცახი და ფორიაქი მარგოს ვეუნებდებოდი აბა ისეთი უნდა თავარს არ უნდა დანებდე
თავარსა უნდა დავდედი, მაგრამ ეს მე როგორ აი დორიან გრეის პორტრეტივით არის რა. აი არ ვიცი ღმერთს მადლობა რა, იმიტომ რომ შვიდი მომაკვდინებელი ცოტა ჩვენ ვიცით კაცის ყვაში გარწერია ხო. ის არის ისეთი ცოდები, რომელიც ნენელა გჭამს და აი ხვდები, ანუ თვითონ შეიძლება თქვა რომ აი ბედნიერი ვარ ამ ყველაფერში ვერ ხარ. ანუ ცუდად ხარ, უბრალოდ ვერაფრით ვერ კვაყოფილდები რა. აი უბრალოდ მე ხედავ ამ ყველაფერს, თუ ვერ გამოხვედი, აი ვერ ხედავ, ვერ გძნობ უბრალოდ ცუდად ხარ. და ამ ცოდვებიდან თუ არა, არ ვიცი, ღვთის ხელი, ღვთის წყალობა, აი მართლა გულწრფელად მე ხა იმის გარო რომ ვიტყვია რომ აი ღმერთ შორს ვარ რა, ანუ ღმერთო მაპატიე მართლა თუ არ განვიცდი ვერ ვიტყვი. რასაც ვერ ვეთანხმები, მაგრამ მაგის გარეშე არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში რა. აი კარებებიც ისე იხსნებოდა, ნახე, ასე მიჭირავს ახლა აი ჰოლმარკეტიდან რომ ჩამოვარდე, წარმოვიდგინე რომ ყველაფერი დავკარგე, კიდე მილიონი ვალი რაღაცა და ვერაფერი კი მაქვს რაღაც აქტივები, მაგრამ მიდი გაყიდე ბანკი, მეუნება რომ აი ერთ კვირაში 100.000 არ შემოვა, სახს გიყიდე. რომელიც ჩადებულია და ახზე კატაო მამაკში და ასე აი ვის უნდა უთხრა, მიდი აბა უთხარი 100.000. მიჭირავს ვისკის ბოთლი და იმ პერიოდში ზართული პერიოდი იყო, კაცო, ნახევარი ტონა ვისკი დავლიეთ, დაკეტილი ვიყავი სახში. და კატაობდა 100 და ვიღაცა რეკავს რომ არც მახსოვდა რაღაცა მიწა მქონდა, ვიღაცა მითხრა, რამდენად ყიდი 100 თუ 1000 თუ ეთქვა 1000 მიცემ. ხა შურელი სოსო ვარ, სოსო და წაიღე ხა შურელი სოსო და წაიღო და სოსომ გახსნა კარი, სოსო ღვთისგან გამოგზავნიო სოსო. და ეს არ მოუდგენელი ამბავი იყო იმის მე რამდენიმე მიყიდია და არ გაყიდულა. აი ყოველთვის რაღაცის გამო ხდებოდა ეს რა, რაღაცის გამო არ გწირავს ღმერთი. ოღონდ მართალი იყავ, იცი, თუ ცოდვაშიც ხარ, იმაში ხარ, ამაში ხარ, ჩაიფალე რაღაცებში, აი მართალი იყავი რა და აი როცა ნებდები და აი კავშირს წყვეტ. მე ეს პოეზია მქნა რა. რომ ეს კავშირი არ გაწყვეტა იუმორმა. თუ კავშირი გაწყვეტებს, ვეღარ გამოდიხარ ამათ მეცდა. ჩარჩე. გაიხარეთ. მე ვარ მაია ჩხაიძე, ბიოლოგი მატრიცაში. ისე უამრავი რაღაც მაინტერესებს. რა მინდოდა მეკითხა, ჩემი თავდაპირველი კითხვა იყო, მედიამ უკვე დასვა, რომ ჩემი კითხვა ასეთი იყო, მოდიფიკაცია მედიას კითხვის, რომ რამეზე ხوار ხდება გული და ეხლა რამე სხვანაირად ხوار გააკეთებდით, მაგრამ პრინციპში მაგას უკვე უპასუხეთ. ხო, დიდი მადლობა ძალიან ორიგინალური ლექციისთვის. ასეთი მართლა არაფერი არ მომისმენია. აი მე ძალიან მომეწონა ბევრი მომენტები თქვენი, აი DVD-ის მომენტი ძალიან მომეწონა და კიდე აი ღმერთს ახსენებთ ხშირად და ბევრი ანალიზი გაქვთ საინტერესო გაკეთებული ცხოვრების და ანალიტიკურად უყურებთ ყველაფერს და აი სულიერი თვალსაზრისით, აი როგორი დამოკიდებულება გაქვთ დღეს ღმერთთან და რელიგიასთან და ამ ცხოვრების მანძილზე უფრო დაუახლოვდით თუ პირიქით რაღაცა განხილვა ხوار მოგივიდათ რაღაც მომენტებში და ხომ არ დაშორდით. აი დღეს როგორ ახართ ეკლესიურობაზე არ გეკითხებით, ეს არ გამოხატავს რეალურად ადამიანის რელიგიასთან და შეიძლება თავი ახალო იმას ილოცო რაღაც შეგინთ არაფერი და უბრალოდ აი თქვენი დამოკიდებულება ღმერთისადმი დღეს. ძალიან საინტერესო კითხვა დასვით და ნახეთ ორ სხვადასხვა რაღაცას ვიტყვი რა. აი ის ხომ თქვი რომ რაც არ მესმოდა ვერ ვიღებდი. არ მესმოდა. აი მართლა არ მესმოდა, აი მაგალითად წირვაზე ვერ დავდიოდი, მახსოვს არ მომცა განმარტება და აი განმარტება რო წავიკითხე უკვე რა ხდება, უკვე შემეძლო. ანუ მე თუ სტრუქტურულად არ მესმის, ან არ ვგძნო, არ შემიძლია. ხო და ამის მიუხედავად ნახეთ როგორ იყო მართლა გულწრფელად, აი როგორი ღალატი ხდება, აი გულწრფელად როცა მიჭირდა, როცა აი მართლა გულწრფელად, აი გულში გავატარე, თუნდაც ყველა ლოცვა და აი იმდენად ვერ ვაცნობიერებდი, ხო ხდებით, არც ფართო განათლება მქონდა, არაფერი არ მქონდა, ხო სოციალურ როგორც გავიზარდე, სოციალური მართლმადიდებელი, მონათური რაღაცა, არც ახალება მქონდა წაკითხული არაფერი, მაგრამ რაღაცეებს ხო ზერ პირველად მიდიხარ. მაგრამ აი მე ხდება დატოვება ამ ყველაფრის, ხდებით? იმიტომ რომ აი კი გავატარე გულში, მაგრამ ამ მატრიცამ წამიყო, ჩვეულებრივ წამიყო. თუმცა მე გამიჩნდა პროტესტი, იქ რო არის დაღმერთს ჩავხედოთ, თავხედული მზად პროტესტი გამიჩნდა უკვე
კი მორწმუნე ხალხს აღარ გაინტერესებს და მე ნახეთ ხდება დაბრუნება, შემოტრიალება ხდება, იმიტომ რომ ცხადად გძნობ, ცნობიერებ რაღაცებს, ეს გავლიგზა ამას კანახავს, აი კეთილგონიერების ელემენტი თუ შეკჩა, ამას დაინახავ, აი ნიშნები ყველგან არისო. ამას იგრძნობ. რომ იგრძნობ, რომ აი არ დაუტოვები ხარ და აი როგორ პარალელს გავლებ, აი შენ შვილს როგორ მოიქცეოდი, ხა აი მე მაგალითად ჩემ შვილს თავისუფლებას არ უზღუდავ, მაგრამ თუ ხედავ რომ სადღაც ჭიხება რაღაცებით მივანიშნებ აუცილებლად, რაღაც ფორმებით, ხო? და თვალნათლივ მოხდა ჩემს მიმართ. ამის მიუხედავად ნახეთ გულახდილად გეტყვით დღეს მე არ მინდა ვთქვა რაღაც ისეთ კავშირში, ამაში სულ ვცდილობ რომ იყავნება შენი. ეს გახდა მთავარი ფრაზა, ოღონდ მართლა იყავნება შენი. და ეს რაღაცნაირად რეზონირდება ჩემში, მართლა ასე ხდება. ვცდილობ თუნდაც აი ლოცვების დონეზე გავატარო, მაგრამ აქ არის ერთი სიტყვა, არ მინდა წამიღოს ეს ხიფში, ხო ხდებით ამ მაგრამ ამის გარეშეც ნახეთ ფორმა ერთი რაც მოცემული გაქვთ, თუნდაც პირველ ლოცვა, აღსარება, ზიარება, ეს არის ფორმა, რომელიც ჩემთვის შინაარსის გარეშე გადაიქცევა ფანატიზმში. ან რა ვიცი, კარგი მოქალაქე იქნები რა. აი ვეზობელს არ შეაგინებ, მარხვაზე ხარ არ გალანძღავი, დათომ რო თქვა, მაგრად ილანძღებოდა კაციო, იმ ლიკლიკაძემ წავედიო და იძახისო მთელი დრო არ ილანძღებაო და ბოლოს აგრად შეაგინდა ხომაინს და მარხვა შენი. ხო აი ესეთი ტიპი იქნები რა, შინაარსის გარეშე. მეორე მხრივ შენ შეიძლება დაიჭირო ეს შინაარსი, მაგრამ ფორმის გარეშე ამას ვერ შეინარჩუნებ. შენ ჭირდება რაღაცა ტიპის ფორმები, რომ შენ ეს კავშირი შეინარჩუნო. ამიტომ მე ვცდილობ დგავ ნაბიჯებს, რომ თუმცა ეშმაკი ყოველთვის არის, ეშმაკი შენ არ იფიქრო დაქტოვებს რა, აი სახასია ძალიან ეხა გოეთეს ფაუსტის თემა, როცა ეს ორივე იქ არის, შენ უნდა ისწავლო აქთანა ცხოვრება რა, შენ უნდა ყოველთვის გახსოვდეს, რომ ის იქ არის, უბრალოდ ისიც იცვლის ბრძოლის ფორმებს, იმიტომ მე ბავშვობაში მახსოვს ეს იყო ძალიან აი რადიკალური, ძალიან გაყოფილი ვიყავი. აი ხანდახან ჩემ თავს ვერ ვცნობდი რა. იმდენად კეთილი და იმდენად შეიძლება რაღაცნაირი, თქვა, აუხორცი პირობითად ომის ძალიან. მე ისიც იცვლის ფორმებს, უბრალოდ უნდა ისწავლო გარჩევა. ის ორივე აი ის არ გტოვებს. განდეგილის თემა ყველაზე ცხადი მაგალითია ილიასი, როგორ ხო ინგრევა ეს ყველაფერი და ჩემთვის ახლა მთავარი არის, რომ ეს შინაარსი დღეს ფორმაში გავატარო. და არ წამიღოს თუნდაც აი ან ფანატიზმა, აი უგულოდ არ უნდა აკეთო. აი ამაზეც ლექსად გიპასუხებთ. მიშას აქვს ძალიან კარგად ნათქვამი რა, კაცის გული. კაცმა სამშობლო გაყიდა, დამაზე ამბობს ძვირს. გულს თუ ჯავშანი აცვია, რა გული არის ის? კაცი სხვას იგდებს საცინლად, თავს გენიოსად თვლის. გულს თუ მუნდირი აცვია, რა გული არის ის? არც ლალი და არც გიშერი. ქვეყნად არაფრად ღირს, გული კარგია, შიშველი. მაშინ გულია ის. აი გულს თუ შეინარჩუნე. გენიალური ო, ნუ გენიალური, მიშა საერთოდ ძალიან გენიალურია, მიშა სხვა სიმაღლეა ჩვენს პოეზიაში. და ვაჟა არის, აი გული გამიწყდა, არაქნა რაც საქნელია ძნელა და. იმიტომ რომ აი ვაჟა ღვთისმსულს, ვაჟას ყველა ნაწარმოები ატარებს რა. იმიტომ რომ ალუდა ქეთელაურის სტუმარ მასპინძელი ეს არ ვიცი ამაზე დიდი ამბავი რა არის ხო? რა ვიცი თუ გიპასუხეთ? კი არა, ძალიან საინტერესოდ მიპასუხეთ. ერთი პატარა კითხვა მაქვს. აი ლექსებს წერთ, ხვდები რაღაც მილიონარი გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში, ნიშნებს ხედავთ. აი წიგნის დაწერაზე თუ გიფიქრიათ? ერთხელ კი მითხრა გურამ, იმ ხელა ფანტაზია გაქვს, ცოდო ვარ უარცია. ხო, მეც გვიფიქრე, რომ ცოდოა. როგორია ამბავია, ხო, სიზარმაცე მიშლის ეს ერთი, მეორე ნახეთ, მე სინამდვილეში უკვე დიდი ხანია ვწერ, ოღონდ სხვანაირად ვწერ და სხვა რაღაცას ვწერ. და გეტყვით რითი განსხვავდება ტიპიური მწერლობისგან. ესე იგი, მე რომ მოახსენე ეს რეგიონ მედია ცოტა ფეხზე რომ დავდექი ეს რეგიონ მედია მარკეტი რომ მოვიმძლავრე, მოკლედ რომ სანამ ეს ჰოუმ მარკეტი და დიდი კიბე სანამ დაიწყებოდა, აი ბიზნესში თვალიო გავახილე, მე ვთქვი მაშინ ასეთი მახსოვს აი ავდიოდი ნაფეთრებში მაშინ რაღაც მიწავიყიდე, სადაც ახლა ვცხოვრობ, ავდიოდი და ვთქვი ასეთი ეს განსაკუთრებული მომენტები მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, რომ ბიზნესში ჭირდება პოეზია და მუსიკა.
და როგორ მახსოვს, მოდი მე შევიტან პოეზიას და მუსიკას ბიზნესში. და თურმე ეს მე აღმოჩნდა Steve Jobs უთქვამს დაახლოებით იგივე რა, რომ ბიზნეს აი ლეპტოპი რო დაუდეს, ბევრი პორტებით უთხრა რომ ამოიღეთ ყველაფერი it's not sexy. სექსუალური არ არის და რა შუაშია ლეპტოპი სექსუალურობასთან. არავის არ ესმოდა დედამიწაზე. მხოლოდ ის ამტკიცებდა რომ ეს სექსუალური არ არის, უნდა იყოს სექსუალური. და ანუ ლიბიდო. ხო, ამის შემოტანა ნივთებში Steve Jobs-ის ამბავია და ყველა დიდი გენიალური ბიზნესი ამაზე დგა. მე უბრალოდ ამარკეტინგებენ და მე ხდება ეს უკვე ყოფითი. ანუ ჩემი მთავარი ამბავი არის ლურჯი ოკეანის სტრატეგიის ბიზნეს მოდელების შექმნა. ეს არის თუმცა სრულად ახალ ინოვაციურ რაღაცებს ქმნი და მე უკონკრეტულ სფეროში რაღაცემა გაამართლა, რაღაცემა ვერა, ურთულესი ამბავია. ჩემს ყველა ნაწერს, ეხლა რო ჩამოგვითვალოთ, რამდენიმემ გაამართლა და ასეულობით ამბავმა წაიღო, ჩემს ყველა ნაწერს როგორ არის? როგორც აი გურამი მაგალითად წერს წიგს, ასე ვწერ მე ბიზნესს. უბრალოდ სრულად ახალ რაღაცეებს. რაღაცეები, თუ აი თუ გურამის წიგნი არ წაიკითხეს, სიტყვაზე არ გაიყიდა, გაყვება გურამის ენერგია, ხო? და რაღაც ტიპის რესურსები. ჩემ შემთხვევაში ამას მისდევს ენერგია და ბევრი ფული რაც იქ მაქვს ჩადებული, რომელიც მე ძალიან ძნელი საშუალოა და ვარდები ორმოში. თუმცა ჩემი მწერლობა ამაში გამოიხატება და ვფიქრობ, რომ ჯერ აქ გასაკეთებელი მაქვს. დღესაც ერთ ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც ვნახოთ როგორ იტყვის თავის თვალს, წინასწარ არ მეყვარს ხოლმე ლაპარაკი, ვიდრე ის რაღაცა ფეხს არ მოიკიდებს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ამბავია. გაანივთო შემოქმედება, გაანივთო ყოველდღიურ ცხოვრებაში გახადო, ადამიანების ხელშესახებ ამბავადაქციო, წელისთვის ამას დიდი ამბავი არაფერი. ჯერ ასეთებს წერდა. მე შეიძლება ჩვეულებრივი მწერლობაზე ოღონდ სულ მინდა. აი თუ რაღაცა მინდა, მაინც ვანდოა რა, მაგრამ ჯერ რაღაცები გასამყარებელია რა. მადლობა. წარმატებები. როგორც ბოდიში ლაშა ამბობდა, გაიხარეთ. ესეთი ლექსი აქვს, რომ მეუღლისადმი. თქო მაპატიე რომი ამშობას. ვერ მოგიძღვენი მეკვლეკრებული. გარეთ ხომ მაინც ლაღობს ბავშვობა, ნათხო არ ციგით გახარებული. ვიცი რომ ოჯახს დიდი კუჭი აქვს. ვერ დაანაყრებს მუზის ჯეჯილი. და ეს ლექსიც ხომ სტამბის ჭუჭყია, გულიდან ლუკმა დამოგლეჯილი. მაგრამ ხსნილ სულში სულ სხვა ლექსია, ყმა მოცარტივით ჰანგთა მთოვარი, შეუღალავივით ეკლესია და წამებულივით მაცხოვარი. ნუ მეტყვი, რომ ვერ მიტან ჭიქიანს. რომდენ პოეტებს ფულს ესხები, მოდი და კითხე შუკო ჯიქიას თუ ჯიქა არ ყადღირა და ლექსები. ხო და ესეთი ამბავია რა, იმიტომ რომ როცა შემოქმედებას აი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული აიყო, როცა ამას წერ და ეს იცი რომ დროზე უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეხლა ლუკმა რაღაცა სარგებელი უნდა მიიღო, ეს როგორი შეუთავსებელი ამბავია, იცი? ეს თუ ხსნილი ხო, ხსნილი სულ, მაგრამ ხელოვნების შერწყმა მათი, ანუ ჩემი ამბავი ეგ არის, ითანამშრომლი რა, იყავი ერთი ფეხი თავის ზემოთ, ფეხები მიწაზე რა, როგორც გოიტი იყო და ხოლმე. რთულია, მაგრამ ცხოვრება დღის და ერთი რაღაც არის, ეხლა მახსენე მზია ხეთაგურს აქ ერთ-ერთ ლექსში ასე ამთავრებს, რომ თუ ფეხის შედგმა შებედე მწვერვალს, მაშინ სიკვდილიც დროებითია. ეგეთი ამბავი. მოგესალმებით, მარი ბაიდოშვილი. ლევანი მიცნობს კარგად ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და შენობით თუ მოგმართავ არ იქნება პრობლემა. ერთად გავიზარდეთ, ბატონო. ძალიან კარგად მესმის შენი, აი, როდესაც ამბობ, რომ პოეზია გეხმარებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ სხვა გზა არ იყო ამ მატრიცას გზას ვერ აუქცევ, იმიტომ რომ ეს ცხოვრებაა და მატრიცა გითრევს, ასე ვთქვათ, და სხვანაირად არ გამოდის. ანუ ბრძოლა თვით გადარჩენისთვის გარდაუვალია ამ სამყაროში, ასე ვთქვათ. მესმის, იმიტომ რომ მეც ფაქტიურად ესე ვარ ახლა ამჟამად პოეზია ძალიან მიყვარს, თითქმის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სულ სხვა სფეროში მოღვაწეობ და რაღაცნაირად მიწევს ამის შეთავსება, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შემიძლია. ლოჯისტიკაში ვარ და ლოჯისტიკა არის ძალიან შორს პოეზიისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოეზიის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გიფიქრია თუ არა ხშირად იმაზე, რომ აი მაგალითად არ გჭირდება, აი არ დაგჭირდა
ბრძოლა არსებობისთვის, აი ეს რაღაც ეკონომიური მხარე ის და რას გააკეთებდი? აი პოეზია იქნებოდა თუ არა ამ შემთხვევაში შენი ცხოვრების წინამძღვარი თავიდან ბოლომდე. დარჩებოდი პოეზიაში თუ მაინც სხვა გზას აირჩევდი? მადლობა, საინტერესო კითხვაა და გეტყვი მარი თავად ძალიან საინტერესო ლექსებს ეს. კარგი, მე მესმის შენ რასაც გულისხმობ და ჩემ შემთხვევაში ეგ დილემები იყო ადრე, თუმცა მე არ ვთვლი რომ პოეზიისთვის არ მიმიწვია. აი არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემი, არც ერთი დღე ფაქტობრივად არ ყოფილა პოეზიის და ლექსების გარეშე. ამაზე მეც მაინც არ გავაკეთებდი. ის სიზარმაცე არ დამტოვებდი, ხა თუ მე სხვა რაღაც არ მექნებოდა და ლექსების წერას დავიწყებდი, ეგ არაფერ კავშირში არ არის. მაინც არ დავიწყებდი. მოკლედ თქვა, ჩემთან კონფლიქტში ეს სამყარო და პოეტობა არ ყოფილა. ჩემთან კონფლიქტში თავიდან კონფლიქტში იყო ის რომ ის რაც შიგნით არის, რაც პოეტია ის უბრალოდ გარეთ არ ესმით. და ადამიანი სოციალური არსება ხარ, ყველაფერს საჭმელს და ყველა ხარჯს, აი სულ რომ მილიონი მოგცე და მილიარდი, სოციალური არსება ხარ და გინდა რომ ადამიანებს გააგებინო. იმიტომ რომ ნახე, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ვალიდაციას თუ არ იღებ გარედან, რაც არ უნდა თქვი, რომ აუ მე მოდი რა თქვენ ჩემი არ გესმით. ჩემი ხო სამყარო ჩემი არ ესმის, ღმერთ ჩემი არ ესმის, ადამიანები ჩემი არ მე გენიოსი ვარ და იქნები ამ შენ ნაჭუჭში და იქნები. ვალიდაციის გარეშე ეს არ გამოდის და შესაბამისად ვალიდაციის ორი გზა არის. ერთი მატერიალური, მე მაქვს. აი ნახე რა მაქვს, აი ეს მანქანა მაქვს, ეს მაქვს, ეს სახლი მაქვს, ეს პული მაქვს, ის მაქვს და ადამიანებს დიდი ნაწილი მოგისმენს. აი შენ თუ ვიცი რომ რამდენიმე მილიონის პატრონი ხარ ან რაღაცა ესეთი კორპორაციის CEO ხარ თუ როგორც ქვია, სულ სისულელეები იყო, ილაპარაკო მოგისმენს. მე მახსოვს ბევრ სისულელეზე, როცა ის მქონდა, მისმენენ კაცო ერთხელ ჩემ თანამშრომელს და ყველგან მართალი როგორ არა, ამას ეხლა მე მიყვარს ხმამაღლა ფიქრი და ამას დავამტკიცებდი, მართალი ხარ მასია, საპირისპირო საუბრობ მართალი ხარ მასია და სულ მართალი როგორ ვარ, ხო, იქაც მაგრამ მოგისმენს ხალხი გესმის და ამით შენ გამოხატავ, მაგრამ ეს არის ყველაფერი დროებით, ეს გაქრება და არც აღარაფერი აღარ ხარ. ამიტომ ადამიანები ჭამენ ერთმანეთს, ამიტომ მოგაჭამა მე შენ ხელს, იმიტომ რომ მე თუ დავნებდი, აი რატო არ უნდა დავნებდი მატრიცას და ამ სულზე, ამ სამყაროზე უარი ვთქვი. მაშინ მე სხვა რა გზამჩება შენ რომ დამინახო. მაშინ შენ უნდა დამინახო იმით რაც მაქვს. და ახლა ესეც თუ დავკარგე, მაშინ სულ აღარაფერიო და ამიტომ მოგაჭამ ხელს. მოგაჭამა მას ვიზავ კიდე მეტი რომ აიმე ოღონდ ეს არ დავკარგო. და ამ ჯოჯოხეთში ვერც ხვდები ისე გადის შენი ცხოვრება. ხო და ერთადერთი გზა აქ არის რომ იყო აქაკეთო აქაური საქმეები და იქაკეთო იქაზე ათანამშრომლო რაც ბევრმა ვერ შეძლო რაც რთულია და სწორედ ამიტომ გადიხარ ამ გზას აი ამიტომ გადიხარ ამ გზას და მე ყველაფერი ჰარმონიისკენ მივდივართ ყველა ადამიანის მისწრაფება მაინც არის ჰარმონია და ბევრი ამ გზაზე ბევრი მოცულდა როგორც იტყვიან აი მე მახსოვს ერთხელ სკოლაში, პოლიტიკურ სწავლების სკოლაში ნახეთ გელა კანდელაკის ფილმის სოფელი. და იქ არის ესეთი ეპიზოდი, რომ წყემსი, აი სპეციალურად აქ ეს რეჟისორს ძალიან კარგად აქ დაჭერილი, აი ჭუჭყიანი გარემოა, იქ რაღაც სიგარეტის ნამწვავები, სიბინძურია მოკლედ რა და ეს რაღაც გაუპარსავი ჭუჭყიანი წყემს ეკითხება, რომ ერთი სადღეგრძელო მითხარიო და მღურიემდე გაგვიმარჯოსო. აი ნახეო, მიდის მღურიე თერგიო. და გვერდზე მიყვება ნაკადულიო რა და ეს ნაკადული მიყვება და ერევა ამ თერგს მერე და იმღვრევა და სანამ გულმუცელი აგვემღვრევა რა აი იქამდე გაგვიმარჯოსო და შენი მიზანიც ეს არის რომ ვიდრე ცოცხლობეს ნაკადული რაღაცა ფორმით ამ თერგის გვერდზე ატარო თორე მე უკვე რა ვიცი არაფერს აზრი არ აქვს რა ყველაფერი მადლობა გაიხა ეკა გიორგაძე ლევანის ჯგუფელი და ძალიან თბილი მეგობარი უკვე დიდი ხნის. ლევან, ბიზნესი არის ნდობაზე და მყარებული შენ მარტო ვერ იქნებოდი აქ, ხო? იყვნენ ადამიანები, ვინც გიერდგულა და ვინც პირიქით შეიძლება იუდასავით კიდეც გაკლიდა, კიდეც მიგატოვა, ხო? იყო რაღაც საკვანძო მომენტები, დარწმუნებული ვარ. და რომელი იყო
განსხვავებული, გამორჩეული მომენტი, რომელზეც შენ შეგიძლია თქვა, აი, რომ გაგვიზიარო უბრალოდ შენი გამოცდილება, რომ აი ეს რომ ესე არ მომხდარიყო, ან რა შევიძენდი, ან რას დავკარგავდი. ანუ გაიხარე, ძალიან საინტერესო მართლა ისე ეხა გამახსენდა, ისე გამახსენდა, იმიტომ გამეცინა. მარტო ვერ ახვალ სიმაღლეზე. რაღაცა ან უკან გწევს, ან პირიქით გეხმარება. რამ დაგწია უკან და რა დაგეხმარა. ყველაზე ისეთი გამორჩეული მომენტი რა იყო შენს წინსვლაში ან შეჩერებაში. ნახე, მადლობა ეკა. და გეტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვი და ნახე მან როგორ არის. მე პირველ რიგში სულ ისე მოდივარო, როგორც ესეთი ერთხელ მყავდა და ისიც ვინანე, ესე პარტნიორი არ მყავდა. გადაწყვეტილების მიღება არის ჩემ ხელში. როცა ჩემ ხელში ეს არ იყო, ძალიან ვინანე რა და იმიტომ რომ მაშინ მაგას როცა ის სხვა სამყარო და სხვა წესები და სხვა ის ჭირდება და აქ ველური დასავლეთია ჩვენ ქვეყანაში და სამწუხაროდ მე რაღაცა ლონდონში სააქციო საზოგადოების პირობებში არ მიცხოვია ხო და სადღაც და ნახე მე მახსოვს ერთი მომენტი მაშინ რაღაცები თითქოს დავალაგე რაღაც აზერბაიჯანის პროექტი დავიწყე ქართული ექიმები მყავდა ჩემ კომპანიას და აზერბაიჯანში გამოდიოდნენ ტელევიზიებში და იქიდან კლიენტურა მოდიოდა და საკმაოდ საინტერესო პლატფორმა ავაგეთ ამ კუთხით რომ ჩვენ ფაქტიურად ჩემო კომპანიამ აი დაიწყო ამის ექსპორტი, ასე ვთქვათ, იმიტომ იქ ჯანდაცვა ვიცით რა მდგომარეობაშიც არის და არა, აქაც პირობებს ვკარნახობდი ჩემ აზერბაიჯანი კოლეგებს, მე იმიტომ ისინი მეტი უნდათ და მე მათზე არ ვიყავი დამოკიდებული. მათ რაღაცა მონახეს კავშირი ჩემ თანამშრომელთან, იფიქრეს ახლა ამას ჩავხსნით, მაინც ეს დადის, ეს აღაში გჭირდება, რაღაც ესეთი თემა იყო და მაშინ გავახსენდა და ეს ძალიან ცუდი ფორმით მოხდა რა, პირდაპირ არ მოხდა და გუაზე ვიყავი წასული, დასასვენებლად ვიყავით და იქ გავიგე ეს ამბავი და გამახსენდა ეს ლექსი ხა ბოდიში პირდაპირ მეთმა დაიმფაროს ამ ჩემთან დაშედარების მაგრამ კონტექსტუალურად გამახსენდა გომელაურის ეს ლექსი როგორი იყო აბა რა ვიცი ასე ამბობენ ქონდა წვერი 2000 წელი გამიცდი ჩარევა არდის მაგრამ ვერი როგორ აკოცა უფალს მოყაზე ცოტათი მაინც მოიგებოდა მეჯავრებოდა ზოგჯერ მოყვასი მაგრამ ღალატი არ მინდებოდა არა და კოცნის არა და ყიდის იცის მოკლავენ განაშტერია ღალატაზე განა ვერცხლისთვის მიდის თავის სიმცირეს ვერ მოიგებდა ისტორიაში დარჩენილია ესაც აქ არის არ გაიგებდა და ეს ძალიან ისეთი მომენტი აქვს ვერცხლის თემა არ არის არის რომ ego და იუდას შემთხვევაში ego იყო იმიტომ რომ დააბრუნა ის ვერცხლი და აგერ დაასრულა ხო თავის ეგ არის იმიტომ ღალატი ხო მე ეჩვევი იცი მე იმდენჯერ მოვიდნენ და იმდენჯერ წავიდნენ იმდენი რაღაცა ვდახე რომ მე მეცინებოდა ხოლმე რომ დავინახავთ ეს ხალხი ჩემი უსაყოლეს ფილმია ოქრო თუ ნახავთ იცი ვიგო აი საოცარი ფილმია და ჩემ თავსაც ხედავ ამ ფილმში ამ ფილმს ოქრო ვიგო და იქ არის ერთი ფრაზა და მართლა ჩემს ცხოვრებაში შესაძლოა ფული არასდროს არ მაინტერესებდა აი არასდროს ცხოვრების ასეთ ეტაპზე ფული მე არ მაინტერესებდა მე მინდოდა რომ ეს ჩემი გამოგონება იყო თუ რაღაც იყო საქმე მიმეტანა გაეგო ჩემთვის გაეგოთ თორე აი რომ ქმნიდი ჰოლმარკეტს დებდი იმ ხელად ახალ მხოლოდ იმის გამო რომ მე ვნახო ჩემი გამოგონება კაცი მივიყიდეს აი მე რო რაღაცა დამესიზმრა ფანტაზიაში მე ვნახო ის გამოვიდა და ეს იმუშავებს პირველი ნაბიჯი ეს იყო და იქ არის რომ მე ფულს არ ვეძებდი მე ოქროს ვეძებდიო და ეს სულ სხვადასხვა რამ არისო თუ ამას გწნობ ამას ენით გწნობ და თუ ეს იქ ყველაფერი იცი ეს ორი სხვადასხვა რამეა რა ფული უბრალოდ წარმატებულ რაღაცებს მე უბრალოდ მოყვება მე მოყვება და არც და თუ არ ვიცოდი სულ იმდენი ფული მიდოდა რაღაცებში მყოფნოდა და ყოფნოდა იმ ბევრ რაღაცაში მე იყო რამბავი სინამდვილეში არაფერი არ გინდა რა სინამდვილეში ადამიანს არაფერი არ აი ლადუასათიან საათად ფულის ნატეხი და 1 ლიტრა ღვინო სიმდიდრე ჩამოთვალე თუ მეტი ვინატრო ანეს ვითაკილო ვერ ვნახო 60-ის თვარე მხოლოდ დრო და დრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვა რუსთაველის პროსპექტზე სიხარული ნუ მომიშალოს ღმერთ და გალაქტიონის თქვენ გენატრებათ ლოჟა პარტერი თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი და ვინატრებდი ზღვას უნაპიროს
ულევ სიყვარულს, ერთგელ თუ ცოტა სიყვარულს, ერთგელ პაპიროს. დიდი მადლობა. აი ერთი შეკითხვას და ნელ-ნელა დავასრულოთ მე. თუ წინააღმდეგები არ იქნება. დიდი მადლობა. ვგრძნობ რომ მე-3 საათი სრულდება უკვე და აუდიტორიაც დაიღალა და ძალიან მოკლედ მინდა ლევან ვიზიარებ შენს სიხარულს, რომელიც დღეს ახლა არის აქ. ეს იყო ერთი პაციენტი 35 ფსიქოთერაპევტთან, ესეთი ფანტასტიკური შეგრძნება იყო რაღაცნაირი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ლევან იმ სივრციდან, სადაც ერთმანეთის სიხარული გვიხარია, რაღაც ესეთი ფანტასტიკური რაღაც მოგვდგამს ამ ჩვენი გამორჩეული სივრციდან და მე დღევანდელ დღეს რაღაცნაირად გულისფანცგალით საკუთარ დღესავით ველოდებოდი. მე გილოცავ ასეთი გულწრფელობა, ასეთი გახსნილობა მართლა იშვიათია და ძალიან ძალიან დასაფასებელია. ამას წინათ მეც მერაბ მამარდაშვილის ერთი სასწაული ფრაზა წავიკითხე. ადამიანი არ არსებობს, ის ჩამოყალიბების პროცესშია. ეს გასდევდა შენ სამთელ ღერძს და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ეს ასეთი გამოსვლა იმან გაგაბედინა ლევან რომ ეს პარადიგმა ყველა ადამიანისთვის საერთოა აი ამან გაგაბედინა თუ არა თუ კიდე რამე სხვამ კიდევ ერთი რა დაკვირვებები დამრჩა ყველაზე მეტი ბიზნესზე ილაპარაკე აი პროცენტულად ყველაზე დიდი წილი იყო ბიზნესი ახსენე ორი ქალი პოეტი, სადაც 10-მდე მამაკაცი პოეტი იყო ნახსენები, არ გიხსენებია არც ერთი უცხოელი ავტორი და გალაქტიონის ერთი ლექსი, ისიც რაღაცა პამფლეტური, ერთსტროფიანი. აი რაღაცნაირ საინტერესო პორტრეტია და მე მინდა ასეთი რამ თქვა ლევან, რა დაგვიმალე. დიდი მადლობა. ხო, არაფერი სიმალე გითხრა და გეტყვი რატო. მე ხო გითხარე შეაგინეთ ხუნჭოს ის რომ აი როგორი რაღაცა იცი სულ აღმომედია გალაქტიონი ისედაც ყველასთვის გასაგებია ავიგეთ დიდია გალაქტიონი მაგრამ მიშას ნახე ერთ-ერთი აი მიშა რატომ მიყვარს იმიტომ გალაქტიონი არის რითმის სული და მიყვარს მაგრამ დღეს ჩემთვის გალაქტიონი ვერ აღძრავს იმ ამბავს და ისე არ ეხმიანება როგორც მიშა იმიტომ რომ თუ ლე პოეზიაში არ შემოდის აზრი ფილოსოფია, მიშა თვითონ ფილოსოფოსი იყო და ძალიან კარგად შემოაქვს მიშას აზრი. თუ პოეზიაში აზრი არ შემოდის, მაშინ ქანაობს ქარი და მიქანაობს და მინანაობს პირობითად ვამბობ, ჩემთვის კი ლამაზია, მოსასმენად ლამაზია, მიხვდი? მოსასმენად ლამაზია, მაგრამ მაგით ვერ გაიზდები. აი ვერ იპოვი, ვერ დაინახავ. მე ამით ახლა გალაქტიონს დავიმეორებ, გალაქტიონი უფრო ჩემი სუწინა ცხოვრების ამბავია. დღეს გალაქტიონი ვერ რეზონირებს ჩემში. ქალი პოეტებს რაც შეეხება, არ ეწყინებათ ალბათ ქალი პოეტებს და დიდად აი წაკითხვის დონეზეც ძალიან იშვიათი ქალი პოეტია, რომ რაღაცნაირად მოვიდეს და რა ვქნა, ეს მამაკაცების ასპარეზის სფეროა პოეზია. უცხოელ პოეტებს რაც შეეხება, იქ რობერტ ბენსი, კიპლინგი, ძალიან მიყვარს კიპლინგი, რაღაცებს კარგი თარგმანებია, ეხა მიშას აქვს ძალიან კარგი თარგმანები, მაგრამ აი როგორც მაშინ თქვი იმის ლექსი რაისთვის ვახსენო ჟანა დარკი, როცა მაია წმეთელი მყავს. როცა მე საათნახევარი მაქვს ერთ უცხოელს ბოდიში და ვერ ჩავრიმ, იმიტომ რომ ჩემთვის შექსპირს როგორ შეიძლება კონდეს, აი ხაი არ ვიცი, ნუ შემომედავებით რა, მაგრამ იქ როცა ვაჟავ შაველა მყავს. იქ როცა ვაჟავ შაველა მყავს, რა შექსპირი. სადამაკ საშექსპირო დრო. სადამაკ საშექსპირო დრო, აი ბოდიში შექსპირთან იქ კაიგაცი იყო და კაი რაღაცები წერია. შემდეგი რაღაცები იყოს. დიდად არც ვიცნობ. მაგრამ რასაც ვიცნობ, არც მხიბლად. მე ლექსი როგორ არის იცი ჩემში ხა. აი ლექსი რო დავიჭერ, აი დავიჭერ და მოვიდა გულთან. ის უკვე ნასწავლი მაქვს. აი ჩავთავ და აწეტილა მეწეტილში სანამ გადავადგილდები ნასწავლი მაქვს. დღეს ვეღარც ვთვლი რამდენი ხა რაც მოვყევი შეიძლება ჩემი ლექსების მარაგის, რა ვიცი 5% ალბათ. ხო და თან მახსოვს ესენი. იმიტომ ყველა ის ძვირფასი რაღაცები რა თქმა უნდა მავიწყდება და არ დარჩა იცი მაგის ადგილი. არ დღეს ვეცადე რომ მაქსიმალურად გულწრფელი, ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყავი. არაფერი არ დამიმალავს და აი როგორც ლაშა ამბობდა რა დაგვიმალეო, რაც გამოვტოვე, წაიკითხავთ. უნიკალური ლექსია, გავიმეორებ.
არც არჩევ შეჩა ჩემი ტკივილი წერტილი წყას რომ უმძიმდა დიდხანს დაკარგული აქვს თვალის ღილივით თავისუფალი მსურდა საყელო როგორც მდინარეს ჩახსნილი ხიდი იქნება ასე ამოვახველო ამ ჭლექიანი საწუთოს პინდი მანამ კი უღარ დაეშურებით თვალებს უცრებლოს და უკაიშნოს უცველ ლექსებზე დამემდურებით სულ წვიმდა სული სადღა გამიშა ეგამო ხო აი მაგაზე არა ოდიში გურა ბული შევიტყვი მაგალითად მე ახსენა ვიღაც თემურ ტოტოღაშვილის რა ის ყოდა როგორც იმან ისი თავის ლექსებში და როგორც თქვა იცი რომ აი რო უნდა ისოდი რა რო შეიძლება შვილმა წაეღო ის ფილმა ის კაცი ლექსებს წერდა რა ეს რა დაახსენე როგორ ახსენებს რო ხო აიგრო რა რო კალაქტური ეხოცა ეგრე მაგლექსი რომელი ტოტოღაშვილი თემურ რაღაცა გვარი არის თემურ ელია ვა ელეო კიდე ვიცი რომელი ვერ ვიხსენე ტოტოღაშვილი არა ჩალაბაშვილი არა აი რაზე იყო ის მოიცა გეხოცე ვაიმე შემოხსე რაზე იყო რაღაც უცნაური გვარი ტოტოღაშვილი არ ვიცი ხაშლამად გადადგასზე მე ხო კახეთიდან ვარ და ეს სტუდენტი რაღაც ისეთი პირველად პოლიტიკურ სწავლის სკოლაში მოხდა რაღაც შეკრება გვაქვს და დიდი ამბით არ მოსმე უთხარ ბატონო საკითხი ეგრე ესეთ გამეთქი რა და მიყურებს და ლევან საკითხი დგას ხაშლამა დგა არ დავავიწყე ისე ამეწვა ისე აი პატარა ის ხო არ ვას დივიდი არ ქონდა პატარა ისეთი პატარა ისინი ქონდა სახრები პატარა სახრები ოღონდ ნახე ცნობიერების რა იყო როცა მე სკოლაში მოვხვდი 1 2 წუთი 5 წუთი დავაგვიანე და ეს ხალხი ხო ზის ცხედან და რომ მივედი შენიშნა მომცარო როგორ ჩვენი ხა იქ და ეს გამიდა მეთქი სტუდენტი დამჩაგრა დამიჭი რაღაც მithქა და ახსოვს ტეფტი იყო მაშინ ამერიკის ელჩი დააგვიანა 2 წუთი ვაიმე ისე დღეში გაატარა ისე დღეში თქვენ გავნავსწავლობდეთო და თქვენ აუ გავიჭინე დავხედე აი ხო და აქ იყო სივრცე აი გურამს ესმას რამდენ ადამიანს დღემდე ვინ მომყვებიან აი ამ სკოლამ ჩემი ცხოვრება აი რახევარი გამოძერწა თითქმის რა იმიტომ რომ სკოლაზე სკოლაზე და მე მახსოვს აი რა როგორი უცნაურია როგორი აი ისეთი ბანალურ ამბებით შეიძლება მოხდეს დიდი გაუგებრობები მოკლედ პირველად ადრე ხა სკოლელებს ძალიან ძველ სკოლებს აქვს პირველი 2 წელი იყო ეს ამბავი მე ეს აღარ ყოფილა მე უკვე სიმკაცრე და ის ჟოლტი შემოვიდა მათრახი მანამდე იყო რაღაც ხალხი ხომ და მიგეყვანა ხა მე მაგალითად გავიგე უფასოდ მივყავდი სტრასბურგში ფლორენცია იტალიაში და მაგიტომ მივედი და საერთოდ მოსმოდა იქ რა იყო და პირველი დღე იყო ბანკეტი დიდი თავის წინანდალი ანსამბლი და რაღაც არმაზი თამადა და დროსტარება და კეიფი დაშლაც კეიფი და სულ ერთ დღე იყო პატარა სემინარი და ეს ხალხი მიუჩვეული იყო იგივე როგორ დასვავდი შემდგარი დღე რაღაც მოკავშირის დროა ბიზები არიან ჰარსნუხი ყანწი უნდა იმას უნდა შეიტყო რა ეს ხალხი და არ მოსმოდა ღირსეული ტრის ადრეგზელოდა და მე აქედან გავაფორმე ვაჟათი რა გავკეთე სულ ისიყავი რომ ვაჟას ძალიან კარგად აქვს ამ გაკეთებული რომ ვაი რამ დამოვიწყა ხო ძაღთ იყოს არა მუცალს არც ადის სიკვდილი ფერს არ აკარგავს გულისასა აკლეჭ დაიფევს ყულშია წვანეს ბალახსა მთისას ალუდას თოფი გადუგდო ახლა შენი ყურჩულ ზაღლო ხერთ არ ჩავადეს მისასა და ალუდას თოფი არ უნდა ატირდა როგორც გალიო არა ყრისი არაღებს არ ეხარბება თვალიო ცალ გვერდზე თოფი